მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ფილოსოფიური პოდკასტის პირველი ნაწილი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ფილოსოფია და საერთოდ რას ნიშნავს ფილოსოფია. ჩემი მეგობრები იქნებიან ამ პოდკასტში, ავთანდი ლობთადიძე და ბაქარ ქავთარაძე, რომლებიც ასევე თვითონვე წარგიდგენენ საკუთარ თავს, მაგრამ იქამდე ვისაუბრებ მოკლედ თუ რას ნიშნავს ეს პოდკასტი. ეს პოდკასტი გამოვა სერიებად, ყველას ექნება, ასე ვთქვათ, თავისი შინაარსი ფილოსოფიურ დონეზე და განვიხილოთ სხვადასხვა ფილოსოფიურ საკითხებს. რადგანაც პირველი პოდკასტი არის ეს, გადავწყვიტეთ, რომ განგვიხილავს ზოგადად რას ნიშნავს ფილოსოფია და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ეს ორი კითხვა ერთმანეთთან, რა თქმა უნდა, გადაჭაჭული არის და ცალ-ცალკე ვერ განვიხილოთ. მე რაც შემეხება, მე ვარ ანალიტიკური ფილოსოფიის მიმდევარი, ფილოსოფიის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დანარჩენს ალბათ მომავალში უფრო კარგად გაიგებთ. აბა გისმენთ ავთო თქვენს ასეთ. გამარჯობა. მოდი იმით დავიწყებ, რომ მეც ფილოსოფიის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. მაინტერესებს ფილოსოფია, კონკრეტულად იდეალიზმს ვკითხულობ ახლა, გერმანულ იდეალიზმს, იდეალისტი არ ვარ ოღონდ. იდეა შეგარავი, წიგნების ავტორი, ხო რა. მაგით დავასრულებ მე. მაშინ მეც მოგესალმებით ყველას, მეც ვიხარი ამ პოდკასტში მონაწილეობა, ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით და ძალიან კარგია ყოველთვის ფილოსოფიაზე აქცენტის გაკეთება. მეც თეოლოგიის ბაკალავრი ვარ, ფილოსოფიის მაგისტრი ვარ, ამ ეტაპზე 5 აკადემიური სტატია მაქვს გამოცემული და 3 წიგნი. და ეხლა გამოვა მე-4 წიგნი და მე-6 სტატია. მეც ვთვლობ, რომ აკადემიურ ხაზს გავყვე ფილოსოფიის. მეც ვიცნობ თემოს და ავთოს და მეგობრობთ და ამ ფილოსოფიის კუთხითაც ვაპირებთ მომავალში ბევრ რაღაცას, ამიტომ მე მიხარია წარმატებას ვუსურვებ ამ პოდკასტს და იმედი მაქვს ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვა. კი, მოდი პატარა შესავალს გავუკეთებ და მე შეგვიძლია საკითხზე ესე ვთქვათ ვიმსჯელოთ და გადავიდეთ უფრო ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ესე იგი, რა არის ფილოსოფია? მოდი მაგაზე ვისაუბროთ და მე გადავალთ რატომ არის მნიშვნელოვანი ფილოსოფია. რა არის ფილოსოფია ეს კითხვა, როდესაც ისმევა, არსებობს ორი ყველაზე გავრცელებული პასუხი. პირველი პასუხი ბევრი რაღაც ბუნდოვანი თეზისისგან შედგება ხოლმე, უბრალოდ სტრუქტურა არის ესეთი საუბრის და ერთ კონკრეტულ პასუხამდე ვერ მიდის და ერთი არის, რომ ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული. მე მინდა უბრალოდ ხაზი გავუსვა იმას, რომ ფილოსოფია არის სიბრძნის სიყვარული, აი ამ ეტიმოლოგიური განმარტებით, რა თქმა უნდა, ფილოსოფიის დისციპლინა ჩვენ ვერ დავფარავთ და ვერ ვიტყვით, რომ მართლა ეს არის ფილოსოფია. ამის მარტივი მიზეზი არის, აი თუნდაც მაგალითობრივ დონეზე რომ გადავხედოთ სხვა დისციპლინებს. მაგალითად, მეცნიერება მოდის ლათინური სიტყვიდან scientia. Scientia ნიშნავს შემეცნებას, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მეცნიერება არის შემეცნება უბრალოდ. არამედ მეცნიერება არის რაღაც შემეცნებითი დისციპლინა თავისი კანონზომიერებებით. ჩვენ გვინდა რომ ფილოსოფიის ირგვლივაც აი ამ კუთხით ვისაუბროთ, შესაბამისად პითაგორამ რომ სიბრძნის სიყვარული გამოიყენა და ეს ნეოლოგიზმი იმ დროისთვის ნეოლოგიზმი ფილოსოფია ესე თქვა დააფუძნა როგორც სიტყვა, მაგ მხრივ არ განვიხილავთ, შეიძლება ისტორიულ კონტექსტში ეს რამდენჯერმე ვახსენოთ, არამედ ვეცდებით უფრო დისციპლინარულ დონეზე სიღრმეს შევწყვეტთ იმის თუ მართლა რას ნიშნავს ფილოსოფია და ფილოსოფოსობა. და მე ამ კუთხიდან ვეცდებით რომ გადავიდეთ იმ პარადიგმაზე და შევაფასოთ რატომ არის მნიშვნელოვანი. რადგანაც ბატონ ბაქარი არის სტუმარი ჩვენთან, მე მინდა რომ ეს პირველი სიტყვა დაუთმო და აი გვესაუბროს იმის შესახებ თუ მისი პერსპექტივიდან რა არის ფილოსოფია. ისმენთ. კარგი თემა, მადლობა. მოდი, აი მე ვფიქრობ ძალიან რთული საკითხია, ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ აი როგორ შეგვიძლია შევხედოთ, იცი, აი ამ საკითხში რომ შედიხარ და ერთხას აირჩევ, აქეთ წაგიყვანს, აქეთ ხას აირჩევ, აქეთ წაგიყვანს და რო არ დაკარგო არსი. ანუ რაღაცა თითქოს იმაში უდაბნოში ან რაღაცა ლაბირინთში შევდივართ, რომ გამოვაგნო. თუმცა მეც აი შევეცდები ჩემი მხრიდან და მე თქვენც შეავსეთ, ან თუ გინდათ პირიქით უარყავით, არ არის პრობლემა. შევეცდები ვაჩვენო, რომ მიუხედავად ფილოსოფიის მრავალფეროვნებისა, რომ არსებობს წარმოუდგენლად ბევრი სისტემები, ბევრი შიდა დისციპლინები, მაინც არის რაღაცა არსი, რაც ყველა ამას აერთიანებს. რის გამოც ამ ყველაფერს მაინც ფილოსოფია ქვია. ანუ რაღაც ჩარჩო მაინც უნდა არსებობდეს და ჩემს არსებობს. მოდი მაშინ დავიწყებ ესე, რომ აი ისევ მოვიყვან ამ მეცნიერების ფილოსოფოს მასიმო პიგლუჩის სიტყვებს, რომ თუ სიტყვა ნიშნავს ყველაფერს, მაშინ ნიშნავს არაფერს. ანუ მაგალითად, ახლა ეს ჩვენი საუბარის თუ მეცნიერებაა, თუ გახვალ და ბაღს დაალაგებ, ისიც მეცნიერებაა, მაშინ როგორ გავარჩიოთ მეცნიერება არამეცნიერებისგან? ანუ არ შეიძლება ყველაფერი მეცნიერება იყოს. ან რენე ვაუნდერბერგს მოაქვს ესეთი მაგალითი, რომ მაგალითად შენი სახელი რო იცი ეს მეცნიერული ცოდნაა, ეს თუ მეცნიერული ცოდნაა, მაშინ ვეღარ გაარჩევ ფიზიკა, ქიმიისგან. ხო, ამიტომ ეგრეა ფილოსოფიას. ანუ არც ფილოსოფიური მეთოდი, არც ფილოსოფოსობა
და არც ფილოსოფიაში დაგროვილი ცოდნა არ შეიძლება ყველაფრის მისგან განსხვავებული მსგავსი იყოს. ანუ რაღაცა გამოყოფა. გეთანხმები აბსოლუტურად. კი. ხო, აი ამ კუთხით წავალ და მე თქვენ გააგრძელეთ, აი მაშინ მოდი ესე ვთქვათ, რომ ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ხო განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ხო აქვს რამდენიმე საერთო. და ამ საერთოს ეს საერთო საკმარისია, რომ ყველა ვთქვათ, რომ ეს არის empirical science, ხო, ემპირიული მეცნიერება. აი ხო სოციოლოგიაზე კამათი არის თუ არა მეცნიერება და ფილოსოფიაზეც, მე მაგასაც შევხვდით. აი მე ვფიქრობ, რომ რო გადავხედოთ დასავლური ფილოსოფიის ისტორიას, დაუშვათ თალესიდან რო დავიწყოთ დღევანდელ დღემდე, მე ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ თუნდაც რაღაც დონით ფილოსოფიის არსს. და მეც ჩემი კუთხით ვიტყვი, რომ ფილოსოფიის არსი მაგალითად ჩემი აზრით დაკავშირებული არის ფიქრთან. ანუ ესა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური რამ ფილოსოფიაში და ცოტა ბანალურ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად ფილოსოფოსების ხანდაკებები როგორია, ხო, აი სოკრატე რო ჩაფიქრებულია, პლატონი, ანუ აქცენტი არის ფიქრზე. ანუ ფილოსოფიაში მთავარი მეთოდი არის ფიქრი და ამიტომ განმარტავს მაგალითად ალვინ პლანტინგა ეგრე რომ ფილოსოფია არის ნებისმიერ საკითხზე ღრმად დაფიქრება. ანუ რაღაც ცოტა უფრო მეტზე რო ჩასვლა გინდა, ვიდრე ამ საერთო შეგრძნების წოდნის პოზიციიდან ჩანს. ჩემი აზრით და ამას თანამედროვე ფილოსოფიაში ქვია სავარძლის ფილოსოფია და ჩემი აზრით ეს იყო ფილოსოფიის არსი, ესე დაიწყო. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანტიკური ფილოსოფოსი იყო ნატურ ფილოსოფოსი და ემპირიული კვლევებსაც ატარებდა, როგორც არისტოტელე და ბევრი სხვა. კი, ამავდროულად დაურთავ ერთ რაღაცას ბაქარ სიტყვა კი შეგაწყვეტინა. აი თუნდაც ნიუტონი თავის თავს ფილოსოფოსად მოიხსენიებს და თავისი მთავარი ნაშრომი, რომელიც დროის სივრცეზე აქვს დაწერილი და ასე შემდგომ, ნატურ ფილოსოფიის სახელით აქვს გამოქვეყნებული და ამავდროულად მას ჰქონდა ნაშრომი, სადაც არისტოტელეს აკამათებდა ასევე სხვადასხვა პერსონიფიცირებულად ჰქონდა ეს მეტაფორულ დონეზე გამოყენებული, რომ იმ დროინდელ ეკლესიას ბოლომდე ვერ გაიგო. რაც საინტერესო არის ძალიან, მაგიტო წერდა რაღაც ხრი ცოტა ოხრუნჯიენით რაღაცებს, თქო გასაგებია ნიუტონი და ანუ მე-17 საუკუნის ჩათვლით ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის მკაცრი დისტინქცია ფაქტობრივად არ იყო. ეგ ამიტომაც რასაც ამბობ, მე აბსოლუტურად მოკლები მაგ ყველაფერს ჯერჯერობით. კი, გეთახმები, კარგი დაზუსტებაა და აი ამ კუთხით გავაგრძელებ, რომ ანუ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ფილოსოფიური სისტემის შიგნით მრავალფეროვნების, ანუ ფილოსოფიის არსი ერთ დონეზე შეგვიძლია ვთქვათ ესე, რომ ფილოსოფია ეს არის ადამიანური მოღვაწეობის ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობს ღრმა ფიქრის, მოწესრიგებული და სისტემატიზირებული გამოყენებით ეცადო რომ მიიწვდე რეალობის ყველა იმ დონეს, რაც ამ მეთოდებისთვისაც საწვდომი. ეს არის მაგალითად ჩემი ერთ-ერთი განმარტება, ბევრი განმარტებების სპეციფიკური კომბინაცია. ეს არის ფილოსოფიის არსი. ისევ ვამბობ, რომ არის მეორე მიმართულება, მაგალითად მოტი მიზრახი, ძალიან მაგალითობის ფილოსოფოსი ამბობს, რომ არის ექსპერიმენტული ფილოსოფია. ამაში არაფერი უცნაური არ არის, უბრალოდ ამატებენ ემპირიულ მეთოდებს, მაგალითად ის იყენებს მონაცემთა მეცნიერებებს, აი დიაგრამები და პროცენტები და შედარებები, მაგრამ ნახე არსი მაინც არის კარგი. მე ვფიქრობ, ფილოსოფიას რაც არ უნდა უქნა, ფიქრს ვერ აცდები და მე ერთს ვიტყვი და აქ დავამთავრებ არ გამიგზელდეს და თქვენ გააგზავნეთ. აი მე გამარტავ კლაივ ლუისის სიტყვას, ხო? ჩვენ გვჭირდება კარგი ფილოსოფია, იმიტომ რომ სულს გაეცეს პასუხი. და ეს რას ნიშნავს? ანუ უფილოსოფოსობა არის შეუძლებელი. ანუ ვიღაცა რო იძახის, რომ მე ფილოსოფია არ მჭირდება, სინამდვილეში ის უარყოფს კარგ ფილოსოფიას და რჩება ცუდი. და ისევ იმ განმარტებიდან გამომდინარეობს ეს, ანუ თუ ფილოსოფია არის ღრმად დაფიქრებას რო უარყოფთ, დაგვრჩება არაღრმად დაფიქრება. ანუ ზედაპირული. იმიტომ რომ უფიქრობა შეუძლებელია, ანუ მეცნიერიც ექსპერიმენტამდე ფიქრობს, ექსპერიმენტის გარემოზე ფიქრობს და ბოლოს იმ მონაცემებს ინტერპრეტაციას უკეთებს, რაც ასევე ფიქრს მოიცავს. ამიტომ ფიქრს ვერ აცდება, ვერც მეცნიერი, ვერც თეოლოგი, ვერც ხელოვნებაცოდნე. ამიტომ არსებობს რელიგიის ფილოსოფია, მეცნიერის ფილოსოფია, რომ ერთი მხრივ არაფილოსოფიურ დარგებში არის ფიქრი და მეორე მხრივ ფილოსოფიურ ფიქრით შეგვიძლია შევხედოთ არაფილოსოფიურ ფენომენებს. ამიტომ ფილოსოფია არის ძალიან მდიდარი ხმა და უბრალოდ ერთს დავაზუსტებ და დავამთავრებ, რომ ფილოსოფოსებმა ესეც უნდა გავაცნობიეროთ, რომ თვითონ ფილოსოფიასაც აქვს ლიმიტი. ანუ ჩვენ ფილოსოფია არ უნდა გამოიყენოთ არასწორ დროს. მაგალითად, როგორ გამოიყურება დედამიწიდან ძალიან დაშორებული რეგიონი ან ობიექტი, სოფლიოს საუკეთესო ფილოსოფოსს ვერ გეტყვის. და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ თვითონ ფილოსოფიური მეთოდისთვისაც ეს მიუწვდომელია. ამიტომ ეს უნდა გადააყენოს მეცნიერებას, როგორც საუკეთესო დისციპლინას ემპირიულ ხაზში. აი, ამით დავამთავრებ. მოდი ამ ეტაპზე და აბა თქვენ გააგრძელეთ და მე ჩავერთვებ. კი, მე მოდი დავამატებ რაღაცებს, აი თემო შენ რაც ახსენე სიბძნე არის, კი არა, ფილოსოფია არის სიბძნის სიყვარული, ანუ პლატონისეული განმარტება. მაგაზე იმას დავამატებ, რომ ეგ უფრო აღწერს
შედეგს იმას ჩემი აზრით, რასაც ფილოსოფიის სწავლის დროს იღებს. ანუ როდესაც ადამიანი დაიწყებს ფილოსოფიის შესწავლას და რაღაცა შედეგამდე მივა, ეგ უფრო არის უკვე შედეგი, იმიტომ რომ ადამიანს თუ ფილოსოფია აინტერესებს, სწავლობს ამას წლების განმავლობაში, ბუნებრივია რომ ის სიბრძნე, რასაც მიიღებს ამ სწავლიდან, ეგ შეუყვარდება. იმიტომ რომ თუ არ შეუყვარდა იდეაში ვერც მიიღებს, იმიტომ რომ ვერ გააგრძელებს ასე კითხოს უსასრულოდ ისე ფილოსოფიის რომ იმამდე შედეგამდე მივიდეს და მეორე სახე აი თემომ რაც თქვა რომ ორად იყოფავ, ერთი არის რაღაცა სტრუქტურულად რო აღწერო ფილოსოფია, რას ნიშნავს და ასე შემდეგ, ეგ მეორე გზა და ერთი არის ეს გზა, რომელიც უფრო შედეგს აღწერს ჩემი აზრით, ვიდრე იმას თუ ფილოსოფია რა არის და სხვა დანარჩენი იმ გზაზე რა ისინი გვაქვს განმარტებები, ხო? ფილოსოფიის უკვე, რომელიც ცდილობს რომ ფილოსოფია როგორც მეცნიერება ახსნას, რას შეისწავლის და ეგ არის იდეაში ფილოსოფია. ეგ არის ჩემი აზრით უფრო სწორი გზა იმისა, რომ ეს ფილოსოფია ავხსნათ. და მე როგორ იხსნება და რაღაც ეგ შემდეგი იმისთვის დავიტოვებ სასაუბროდ მაგას. გისმენახა თემო. რაღაც თქმა გინდოდა. მე მოდი, ესე იგი, რადგანაც ძალიან ბევრ რამეში გეთანხმებით ორივეს, კომუნიკაცია რო უფრო საინტერესო გახდეს, მოდი ვისაუბრებ რაში არ გეთანხმებით. ჯერ. კარგი, პირველ რიგში, ფილოსოფია, ბოლოს რას ქვია, ალბათ შეიძლება უბრალოდ სიტყვის მასალად გამოიყენე, შეიძლება, შენი აზრის ნაწილი არის, მეცნიერულად ახსნა ფილოსოფია. მე მიმაჩნია, რომ მეცნიერება და ფილოსოფია ერთმანეთთან არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაიგივთ. აქ შეიძლება რაღაცა არ მოგეწონოთ. მაგალითად, ლუი დე ბროლი იყო ეგეთი ფილოსოფოსი, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ მეცნიერების და ფილოსოფიის გამიჯვნა ორივესთვის მოიტანა ზიანი. და ეს გამიჯვნა, იდეაში, როდის მოხდა, კი ვიცით, ახლა ჩვენ სამივე და მე-19 საუკუნეთაც შეგვიძლია დავათვალიეროთ, შეიძლება მე-18, მე-17 შემდგომ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ახლა ყველგან ერთდროულად, რა თქმა უნდა, არ მომხდარა ეს. და მე მიმაჩნია, რომ ფილოსოფიის და მეცნიერების გამიჯვნა, როგორც ბროლი ამბობს, კი მოიტანა ცუდი შედეგი თავიდან, მაგრამ ახლა მათი ერთმანეთთან გაიგივება, როდესაც უკვე ორ განსხვავებულ საგანზე ვმშევლობთ, არის უცნაური და რატო არის ეს უცნაური, ახლა ვიახსნი მაგ ყველაფერს. ნახეთ, მეცნიერება თავისი მეთოდით კონცენტრირდება ემპირიულ გამოკვლევებზე. ფილოსოფია მას არ აკეთებს. ფილოსოფიამ თავისი ინსტანცია მოიპოვა, ჩემი აზრით, რაც უნდა იკვლიოს. და ეს ინსტანციები არის მაგალითად ონტოლოგია, მეტაფიზიკა, ეთიკა, ლოგიკა და ლოგიკა უკვე 21 საუკუნეში იმდენი განშტოება აქვს ლოგიკას, იქით მოდალური ლოგიკა საკვლევი, აქეთ ფაზი ლოჯიკ არის საკვლევი, ორფაზა ლოგიკა არის, სამფაზა ლოგიკა არის, მოკლედ ძალიან ბევრი არის, სადაც ფილოსოფიამ შეიძლება რომ სერიოზული კარგი შედეგი დადოს, რასაც თუნდაც მეცნიერებიც გამოიყენებენ, ლინგვისტებიც, ფსიქოლოგებიც და ასე შემდგომ. და საბოლოო ჯამში კიდე მეცნიერებას რა აქვს? თუნდაც რო განვიხილოთ აქ ეპისტემოლოგია და მეცნიერების ფილოსოფია. ჩემი აზრით, მეცნიერების ფილოსოფიას და მეცნიერებას მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ამ ორ დარგს. ეს მნიშვნელოვანია და რატომ? მე მიმაჩნია, რომ მეცნიერების ფილოსოფიას რისთვისაც ის არსებობს, თუ სწორად გამოიყენებს და ესე მიყვება, ზოგადი კანონზომიერებები, რომ დაადგინოს მეცნიერების, თავად მეცნიერების, ხომ? მეცნიერებას მუდმივი შეხება უნდა ჰქონდეს მეცნიერების ფილოსოფიასთან, რადგან ამ კანონზომიერებებს არ აცდეს. ვალიდაცია, ჯასტიფიკაცია, დამოწმება მოახდინოს ამ პრინციპებზე. იმიტომ რომ ამას თუ არ გააკეთებს, ჩვენ მივიღებთ მეცნიერებას, რომელსაც ზოგადი პრინციპები არ ექნება. მეცნიერების ფილოსოფიის გარეშე ჩვენ არ გვექნება დისციპლინა, რომელიც მეცნიერების ზოგად მას განსაზღვრავს კანონზომიერებას. ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ ფილოსოფია შემეცნებით სტადიაზე, შემეცნებით სფეროებში უფრო მაღალ გრაუნდზე იმყოფება თავისი გაგებით, ვიდრე თავად მეცნიერება, იმიტომ რომ მეცნიერების ფილოსოფიის ერთ-ერთმა ქვედარგმა უნდა განსაზღვროს მეცნიერების კანონზომიერება. და მეორე რასაც შეეხება, ერთს დავამატებ, თუ გავაიგივე ჩემი საუბრის დროს, უბრალოდ სიტყვის მასალა თქვი, გეტყვირის თქმა მინდოდა, ფილოსოფია როგორც მეცნიერება რო გავმარტოთ რა, დარგი რომელსაც სტრუქტურა გააჩნია ეკვიპულისხმე, მაგრამ რა თქვი, კი მაგაში გეთანხმები ახლა, კი? იმისთვის რომ გამომიჯნოთ, არსებობს ესეთი სიტყვა, რასაც მე ხშირად ვიყენებ, ესეთი ტერმინი შემეცნებითი დისციპლინა. შემეცნებითი დისციპლინა შეიძლება იყოს მეცნიერება, შეიძლება იყოს არამეცნიერული. ფილოსოფიაში არის ქვედარგები, რომლებიც მეცნიერებასთან ძალიან ახლოს არის და შეიძლება მეცნიერულიც იყოს რაღაც თავისი გაგებით. არის ისეთი ქვედარგები, რომლებიც საერთოდ არ არის მეცნიერული. მაგალითისთვის ავიღოთ ჩემი აზრით და ჩემი შეფასებით, რაც მეცნიერება არის, იქიდან გამომდინარე ვამბობ, კლასიკური ჰერმენევტიკა არის ფილოსოფიური დისციპლინა და მეცნიერული საერთოდ არ არის. თუნდაც ვილჰელმ დილთაი როგორც აღწერს ჰერმენევტიკას, მან მე რაღაცა
ფიზიკასთან, ქიმიასთან, თუნდაც ფილოლოგიასთან კავშირი საერთოდ ვერ ხედავ. არის რაღაც ფილოსოფიური დისციპლინა და ერთს დავამატებ კიდე და აქ მორჩები, რომ რისი თქვა მინდოდა. აი ბაქარმა რაც აღნიშნა არის ძალიან კარგი. ანუ ესე ვთქვათ, ფილოსოფოსის მოვალეობა არ არის რომ აღწეროს რა მხელა მანძილია, ანუ დაშორება რა აქვს, ესე ვთქვათ, მზესა და დედამიწის შორის, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ფილოსოფოსი არის ყველაზე მეტად ვალდებული რომ ეგ იცოდეს ერთ-ერთი, ანუ და რას გულისხმობ გეტყვით. როგორც წეღან ვისაუბრე რომ მეცნიერება სჭირდება მეცნიერების ფილოსოფია, ფილოსოფიის ეს ქვედარგი. ჩემი აზრით ასევე ჭირდება ფილოსოფოსს, რომ მან გააგრძელოს ფილოსოფოსობა თავის დარგში მეცნიერული საკითხების ცოდნა. ახლა მაგალითად თუ ეპისტემოლოგიაზე არის კონცენტრირებული ფილოსოფოსი, ჩემი აზრით იქ უნდა ერკვეოდეს ლინგვისტიკაში, შეიძლება რაღაც დონეზე სოციოლოგიაში, ბიოლოგიაში, ნევროლოგიაში და ანუ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს უნდა იყენებდეს, ანუ უარყოფდეს რაღაც მათ არგუმენტებს, რაღაც, ანუ ესე ვთქვათ, ახლა თუ მაგალითად კოსმოლოგიაზე საუბრობს ფილოსოფოსი, კოსმოლოგია მაინც ფილოსოფიური ქვედარგია, რაც არ უნდა ვთქვათ, ახლა შეიძლება უკვე 21 საუკუნეში მოდიდან გადავიდა, მაგრამ მაინც დარგად რჩება. ახლა კოსმოლოგიაზე როდესაც საუბრობს ფილოსოფოსი და იმან არ იცის რაღაცა დაშორება მზისა და დედამიწის შორის, მაშინ მას ვერ მივიჩნევ დარგის კოსმოლოგიის ექსპერტად. მაგიტომ გონია რომ აი თუ ჩვენ ხარ ვამბობთ რომ ზოგადად მეცნიერი არის ადამიანი. ჩვენ ვამბობთ რომ ქიმიკოსია, მათემატიკა. აი ფილოსოფიის საჭიროა ეს დისტინქციები. აქეთ ონტოლოგიკოსი ყავს, იქით თვითონ ლოგიკოსი, აქეთ მეტაფიზიკოსი, ესე ვთქვათ, ფილოსოფოსი რომელიც ყველა ქვედარგში თანაბრად ერკვევა, ეგეთი არ არის. არ მოგვეცია. აი მე გავაგზელებ თავთო მე შენ შეავსე, აი ახალცვლად შემოვიტან ნაწილობრივ აი მეცნიერებასა და ფილოსოფიაში შორის მიმართება, ხო? ანუ ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ მეცნიერება მიაღწია საოცარ წარმატებებს, ხო, ამ ბოლო 500 წელიწადში და თუნდაც ბოლო 100 წელიწადში. ამიტომ ანუ ეს რაციონალურად ახსნადია, რატო აქვს მას ამხელა სანდოობა. და სტატისტიკური კვლევებიც არის, რომ მას აქვს ყველაზე მეტი სანდოობა, ანუ ფილოსოფიას ამ გაგებით გაუსწრო. მაგალითად, ისეთი არგუმენტი რომ მოიყვანოს ფილოსოფოსმა, რომელსაც ვერავინ ვერ უარყოფს, აი ვერ უარყო ვერავინ, დაუშვათ აფიქსირდა ესეთ რაღაცა და მოიყვანა მეცნიერმა მეცნიერული მტკიცებულება. ადამიანთა უმრავლესობა მაინც დაუჯერებს მეცნიერს, თუნდაც რომ ფილოსოფიური არგუმენტი ვერ უარყოს. ანუ ეპისტემური ღირებულება მე ვიძახი სოციუმში მეცნიერებას აქვს უფრო მეტი. ეხა ეს არის თუ არა სამართლიანი თვითონ ეპისტემურად, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ მე ამას ვამბობ, უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ მეცნიერება როგორც ცალკე დისციპლინა არის უფრო წარმატებული, ასე მიიჩნევს ბევრი ადამიანი. და აქედან მოდის წარმოიშვა ეს მიმართულება სციენტიზმი. და იცი რატო ვერ დაგეთანხმები ბაქარ? ხო. იცი რატო ვერ დაგეთანხმები? ანუ არა, იმაში გეთანხმები რომ სოციუმში შეგირა მიღებული, მაგრამ ობიექტურ დონეზე აი რომელი უფრო წარმატებულია მაგაზე რომ ვიმჟელოთ. ახლა მაგი არ მიდროს, მაგი დავტოვე ღიად. კი, ღიად დატოვე. აი მე არ მინდა რომ ხა შევადარო ჩემთვის არსებით მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უფრო წარმატებულია, მთავარია ორივე თავის შემეცნებით პრინციპებს იყენებს და ამით გამოიღონ ის შედეგი ჭეშმარიტება, რასაც ეწოდება, მაგრამ აი მოდი ესე შევადაროთ. მაგალითისთვის მეცნიერულად როდის დადასტურდა, რომ დედამიწა არის გეოიდის ფორმის და ტრიალებს ზის ირგვლივ. ეს მოხდა ძალიან გვიან, ვიდრე აი ფილოსოფიის პერიოდს რო შევადაროთ. ფილოსოფიაში მაგას ამბობდნენ პითაგორიანელები, ანუ ძველი წელთაღრიცხვით მე-5-4 საუკუნეებში, მაგაზე ღიად საუბრობდნენ და ასე ვთქვათ, ამტკიცებდნენ იქ ფილოსოფიური მეთოდებით, მათემატიკური მეთოდებით, მათემატიკა ძალიან გავდა ისეაც ფილოსოფიას, როგორც იყენებდნენ ამას. და ახლა მაგალითისთვის ავიღოთ, მოდი როგორი რაღაც, აი ლაიბნიცის მონადოლოგია. ავიღოთ გვიანდელი რაღაც შედარებით. და ავიღოთ მაგალითად კვანტური ფიზიკა ან სიმების თეორია. ჩემი აზრით პრინციპულ დონეზე საფუძველი მონადოლოგიას და იმორს ფაქტობრივად ერთი აქვს. ანუ მსჯელობის სტრუქტურა რო ავიღოთ, ფაქტობრივად ერთი გააჩნია. ან კანტი როდის საუბრობდა იმაზე, რომ ისა რა ქვია, აქციდენციები, აი საგნის მთავარი რაღაც თვისებები შეიძლება ეს ფენომენა იყოს და არ იყოს მისი რაღაცა ესენცია. ამას მეცნიერება საუბრობს ახლა. 21 საუკუნეში. კიდე ერთსაც ვიტყვი და შევკრავ ამ იდეას, რომ მოკლედ ნახეთ როგორი რაღაც არის. აი აინშტაინი მაგალითად ალბერტ აინშტაინი ავიღოთ. ალბერტ აინშტაინის ჰქონდა თავის ფილოსოფიური პროპოზიციები. მაგალითად ალბერტ აინშტაინი ღიად იყო პანთეისტი, დაწერა ესე ღმერთის შესახებ, სადაც საუბრობს რომ სპინოზიანური ღმერთს ემხრობა, სადაც სპინოზას მადლობას უხდის რომ მისი პრინციპები ბევრი რამე მაგიდან გამომდინარეობს. ჩვენ დასაწყისში რომ ნახოთ აინშტაინის ვნახავთ რომ მისი თეორიების ძირი ფილოსოფიურია და ყველა ვარიანტი შეგრია ყველა მეცნიერებასთან მიმართებით, როდესაც ჯენერალურ რაღაცას სწავლობ, ანუ მაგ დონეზე ზოგადს და
აი ასეთი კითხვა ჩდება რა, მაგალითად, აინშტაინი იყო თეორეტიკოსი ფიზიკოსი. აინშტაინის თეორია სანამ დაამტკიცებდნენ, ანუ ემპირიულ დონეზე, იქამდე სხვა აშკარად ჭეშმარიტი იყო. ანუ ეს დამტკიცება იყო იმისთვის, რომ გამختარიყო თვალსაჩინო ხალხისთვის, ვინც შეიძლება ამას ვერ ხედავს. მაგრამ მაგალითისთვის თუ ჩვენ ავიღებთ ფილოსოფიურ თეორიას, რომელიც ვიცით, რომ აბსოლუტურად სწორი არის, აი თუნდაც ის აინშტაინის general relativity theory რაც არის, ანუ მაგას როდესაც ვხედავთ, რომ სწორი არის, ჩვენ ამის ემპირიული მონაცემი უკვე ნაკლებად გვჭირდება. ანუ ვალიდაციისთვის. და ამიტომაც თეორიული მსჯელობა თავის თავში, ზოგადად თეორია რას ნიშნავს? ხო, ბერძნული სიტყვა ცოტა ისეთი არის სპეკულაციური, ღვთაებრივ ჭვრეტას ნიშნავს ისე. სიტყვა თეორია რეალურად მაქედან მოდის. თეოსიდან რა. და ანუ ეს თეორიულობის ფუნდამენტი ყველა ვარიანტში გამოდის რაღაცნაირად ფილოსოფიური, აი რომელი მეცნიერულ თეორიულ ნაწილსაც არ უნდა შევხედოთ და ეგ თუ სწორი არის, ეგ თუ ჭეშმარიტი არის, როდესაც ეგ დაიწერა უკვე რაციონალისტურად თუ გაიწერა, მაგას ემპირიული მონაცემი მარტო იმისთვის სჭირდება, რომ აი სოციუმისთვის გახადოს თვალსაჩინო. აი მეც ღირებულებას მანდ უკვე მე ვეღარ ვხედავ მეცნიერულ და ფილოსოფიურ დონეზე და აი მაინტერესებს შეიძლება ბევრი ადამიანი ამაში არ მეთანხმოდეს, რა თქმა უნდა მიღებული აზრია ამის საპირისპიროს და მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამაზე, რომ იქნება და ხო, მე ორ რაღაცას ვიტყვი სულ, ანუ პირველი ერთ მაგალითს დავამატებ კიდე, რომ აი მაგალითად თანამედროვე მეცნიერებაში და ევოლუციის თეორიაში თეორია აღარ არის ფაქტია, მაგრამ მაინც თეორიას ეძახიან. რომ მიღებული არის, რომ ანუ სიცოცხლე წამოვიდა წყლიდან. ანუ მაგას ჯერ კიდევ თალესი ამბობდა და ნუ ხო ბევრი კი ძალიან ბევრი ფილოსოფოსია, ხო. ანუ ბევრი ის თეორია, რაც დღეს მეცნიერებაში არის, ანუ დამტკიცებული, რომ ესე არის მიღებული, ესეა ჭეშმარიტი და ასე შემდეგ, ანუ ფილოსოფიაში ეგ არსებობდა მანამდე და ბევრად მანამდე, ანუ საუკუნეებით ადრე, იქამდე სანამ მეცნიერებაში ეგ საერთოდ განხილვისაგანი იქნებოდა. ანუ ეს ერთი რაც უნდა მეთქვა, ანუ თემურ მაგალითებით ჩამოთვალე ეს ევოლუციის თეორიის, ანუ წყლიდან რო წამოვიდა სიცოცხლე, ანუ ეს მაგალითს უნდა დავემატებინა, რომ ესეც კი განიხილებოდა ფილოსოფიაში იქამდე, სანამ მეცნიერებაში საერთოდ ყურადღება დაეთმობოდა ამას. და მეორე რაც მინდოდა ის არის, რომ ანუ თემომ აიღო, ანუ ჯერ ფილოსოფია, ანუ ამ თეორიებს რა თქმა უნდა აკეთებს, ანუ რაციონალურად განიხილავს და ასე ვთქვათ, საფუძველს აძლევს და მეორე მეცნიერებასაც აკეთებს, არის ის, რომ უბრალოდ ამას უკეთებს ემპირიულ დამტკიცებას, რომელიც რეალურად საჭირო აღარ არის შემდეგ. მე მინდა ხა ეს ორი ეს შემოვატრიალო, ეს მიდგომა, რომ ჯერ რომ მეცნიერები დავიწყო და აი მეორე ფილოსოფია რა როლს თამაშობს, ეს რო განვიხილო, მოკლედ ვიტყვი და მე ბაქერის აზრიც მაინტერესებს ამაზე. რომ აი მაგალითად მეცნიერებაში არის რაღაცა თეორია, რომელიც უნდათ რომ დაამტკიცონ. ეს პირველ რიგში უნდა დამტკიცეს ემპირიულად, ხო? მაგრამ ნუ ვერ მიდიან დაუშვათ ემპირიულ მტკიცებამდე, აი კვანტური თეორია მაგალითად, ხო? და ნუ უბრალოდ არ ყოფნით რაღაც შესაძლებლობები, რომ თეორიულად დამტკიცეს კონკრეტული კი და ემპირიულად დამტკიცეს კონკრეტული მეცნიერული თეორია. როდესაც ეს თეორია მეცნიერებაში შემოდის, აქ ჩემი აზრით შეიძლება ფილოსოფიური საჭიროება, რომ ეს გადამოწყვეს ფილოსოფიურად. და ანუ ზუსტად ამას გულისხმობდი მოbrunებაში, რომ ჯერ მეცნიერება აკეთებს რაღაც თეორიას, რაღაცა ჰიპოთეზა აქვს, რომელიც უნდა დაამტკიცონ და აი ზუსტად ამაში არის ფილოსოფია საჭირო, რომ გადამოწმდეს, რამდენად სწორი არის თუ არა ეს თეორია. და რავი, შენი აზრი მაინტერესებს ბაქარ, ანუ რამდენად თვლი, რომ საჭირო არის ფილოსოფია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ძალიან საინტერესო აზრები იყო, აი მე ორ დონეს ავიღებ. მოდი თავიდან ცოტა იმას ვიტყვი, უცნაურ თეზის, რომ ჩემი აზრით როგორ იმართება მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის, ანუ სპეციალურად არ ვართულებ, მე ვფიქრობ, რომ ამის ყველა დონე არც ერთმა ფილოსოფოსმა არ იცის. ანუ აქ ისეთი ჩახლართული ურთიერთმიმართება, ამიტომ გააჩნია საიდან დაიწყება. მაგალითად, ემპირიული კვლევაც ეფუძნება რაციონალიზმს, ანუ ბოლო-ბოლო სენსორულ გამოცდილებას twins აწვის ის ანუ ამას ასე ვერ გაყო. ანუ ადამიანი არის მეცნიერი და ფილოსოფოსი ერთდროულად. თან ფიქრობს, თან ემპირიულად აკვირდება, თან ფიქრობს, ეს არ არის, რომ უბრალოდ აქ მაგალითად ფილოსოფიაში რაღაცაზე კეთება განსაკუთრებული აქცენტი. მაგალითად, ფიქრის სპეციფიკურ ფორმებზე, აზრითი ექსპერიმენტი, მოდალური კატეგორიები, შეიძლება მეცნიერს ის არ დაჭირდეს, თორე იმასაცაა. ანუ ფილოსოფია ხო არ არის ადამიანის გარეთ, ანუ ესა ჩვენში. ჩვენი უნარია და უბრალოდ ფილოსოფიამ რაც უკვე შენში აქვს ავარჯიშა. და მაღალ სიმაღლეზე როა იყო და მე უფრო მკაფიოდ გამოჩნდა რომ რაღაცა თურმე განსხვავებული შეგვიძლია. ანუ რაც ერთ შეხედვით არ ჩანს. ეს ერთი ზოგად კომენტარი. ეხლა მეორეს აი ეს გამახსენდა ჩემი აზრით აი ვიზუალიზაციისთვის კარგი იქნება ეს მეცნიერების ფილოსოფოს მერი მიჯლის შედარება. ანუ მოდი წარმოვიდგინოთ რომ სამყარო არის აკვარიუმი და მას აქვს სარკმლები, ანუ ფანჯრები. და ამ შემთხვევაში ფანჯრები არის ჩვენი მეთოდი. და ის ესე ამბობდა რომ ანუ ერთი სარკმლიდან რო გავხედავთ, ჩანს აკვარიუმის ნაწილი.
და მეორე და რო გავხედავთ, მეორე ნაწილი, რომელიც არ ჩანს პირველიდან, ანუ სამყარო ეგრე, ანუ მარტო ემპირიულად ყველაფერი არ ჩანს. მარტო ფიქრითაც ყველაფერი არ ჩანს. ანუ ემპირიულად ჩანს რაღაცა, რაც ფიქრით არ ჩანს და პირიქით. ანუ მაგალითად, ემპირიულად როგორ უნდა დაინახო ის მაგალითად ყველა ლუწი რიცხვი რო 2-ზე იყო. აი უმარტივეს მაგალითი, ლუწი რიცხვებს რაოდენობა არის უსასრულო. ამის ფიზიკური თვალით დანახვა არის შეუძლებელი, ისე როგორც ემპირიულად გადამოწმება. ეს არის აბსტრაქტული ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება როგორ არსებობს, ეს განსაზღვრავს იმას, როგორ შეგვიძლია მის შემეცნება. რადგან აბსტრაქტულად არსებობს, აბსტრაქტულად შევიმეცნებ. ეს ერთი ზოგადი კომენტარია. ამიტომ მე ვფიქრობ, ყველაზე ძირითად დონეზე ფილოსოფია და მეცნიერება ერთმანეთს ავსებს. ხანდახან ისინი ერთმანეთს კორექტირებასაც ახდენენ. ანუ ხანდახან მეცნიერები გაუტევენ და დაივიწყებენ, რომ ჭირდება დატესტვა ფიქრითი, ხანდახან ფილოსოფოსები იწყებენ ძალიან ემპირიული საკითხებზე მსჯელობას და იქ ხანდახან მაღალი დონის ფილოსოფოსებიც უშევენ უხეშ შეცდომებს. კი, ახლა გვაქვს თან ეგ მაგალითი 21 საუკუნეში, როდესაც ფილოსოფია კონცენტრირდა უფრო შეიძლება პოლიტიკურ და სოციოლოგიურ საკითხებზე რაღაც მომენტში. კი. ეგეც არის და ერთს ვიტყვი კიდე და მე თემო შენ გააგრძელე. აი ხო, ეს შენ რაც თქვი, რომ შენ ხო თქვი, რომ ფილოსოფია და მეცნიერება არ უნდა დაკარგოს ერთმანეთთან თანამშრომლობა. ხო, აი ბოლო 50 წელიწადში სულ არის. აი მოდი ერთ ასპექტს ვიტყვი, ნახეთ. ანუ არსებობს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ ფილოსოფოსები, ეს უცნაურია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფილოსოფია არ არის ღირებული. ანუ მართლა, მაგალითად, ეს მოტიმიზრახ თვითონ არის უძლიერეს ფილოსოფოსი. და იცავს სუსტ ეპისტემურ სციენტისტს, რომ ყველა იმ ცოდნინა რაც გვაქვს, მეცნიერული ცოდნა არის საუკეთესო ცოდნა. და თვითონ ამ დაცვის დროსაც იყენებს ფილოსოფიას. ეს როზენბერგმა საერთოდ ფილოსოფიის მეთოდით ცოდნის მიღწევა შეადარა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რომ ადამიანი რაღაცას მიხვდება. ანუ აბსურდიაო. და ამ დროს ფილოსოფიის დოქტორია. ანუ თავის ხარისხი უარყო. მაგრამ ეხა მე რაღაცა სინდისე კი არ ვაგდებ, აბა ხარისხად დაიცავით. მე მესმის რასაჩვევი კი, რომ ანუ საქმე რაში არის, იცი? თუ ფილოსოფიური მეთოდი, მე მაგაზრის ჭეშმარიტებაზე არ ვიდავებ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ რაღაც ქვრივ ცხადი არის ახლა ჩვენთვის, რომ რასაც ამბობს მცდარი არის, იმიტომ რომ იქ არსებობს ფილოსოფიაში კანონზომიერებები, რასაც ვიზიარებთ, იქ ლოგიკური, ობიექტური კანონები, თუნდაც რაღაც იქ ეპისტემური საწყისები, ალბათ ჩვენი გადმოსახედი ასამიოს გაგვაჩნია, რასაც მივყვებით დედუქციურად, რომ ვერ შევწვდეთ რაღაცაში. მაგრამ საქმე რაშია? საქმე იმაში არის, რომ თუნდაც რასაც ამბობს, აი თეორიულად ავიღოთ, მოდით როზენბერგს თავი ფილოსოფოსი X-ი. როდესაც ფილოსოფოსი X-ი მსჯელობით მიდის იმ დასკვნამდე, რომ ფილოსოფია თუნდაც საერთოდ არ არის ღირებული, აკ მინიმუმ ამ დროს მან გამოიყენა ფილოსოფია ამ მსჯელობის დასახვეწად, რომ აქეთკენ წასულიყო, ეს ფილოსოფიური კანონზომიერებები ისე მიმართა, რომ აი რაღაცა დასკვნამდე მისულიყო, ესე იგი, აკ მინიმუმ ფილოსოფიის ეგ მეთოდი აღმოჩენებისთვის არის განკუთვნილი, იმიტომ რომ ეგ ერთი თუ აღმოაჩინე, ესე იგი წესით აღმოჩენა რაღაცის ჭეშმარიტების შეუძლია მაგას და ამიტომაც გონია თვითწინააღმდეგობრივი. აი ეს რას გავს, იცი უფრო ჩახლართულია, მაგრამ აი ჩვენი მსმენელი თუ ლოგიკურ ფორმულაციაში ერკვევა, ფორმალ ლოგიკაში ეს რო ჩავწეროთ x-ით y-ით ზუსტად ის გამო ახლა რასაც ვიტყვი. აი მაგალითისთვის შუა საუკუნეებშიც ცოტა მერეც იქამდეც იყო და ახლაც არის ზოგჯერ მე და შემსაუბრობდით კამერის იქით სანამ ჩავთავდით საკმარისი საფუძვლის პრინციპზე. საკმარისი საფუძვლის პრინციპზე რო კითხულობდნენ, საკმარისი საფუძვლის პრინციპის საფუძველი რა არის? ხვდები? საკმარისი საფუძვლის პრინციპების საფუძვლის მიმართ კითხვის დასმა, რა თქმა უნდა, ლოგიკურად ტავტოლოგიური შეცდომა არის. იმიტომ რომ საკმაო საფუძვლის პრინციპებზე ლაპარაკობ, ყველაზე ზოგად პრინციპებზე ლაპარაკობ და თუ მაგ კითხვით ცდილობ რომ საკმაო საფუძვლის პრინციპი ეჭქვეშ დააყენო, შენივე კითხვა აღიარებს მის ავტორიტეტს უკვე. იმიტომ რომ მაგ კითხვა, ანუ მაგ პრინციპიც რომ მაგ კითხვას, ახლა შეიძლება ცოტა აბურდულად ახსენი, მაგრამ დარწმუნებული ვარ აზრს გაიგები. და ახლა პრობლემა რა არის, მოდი იმაზე ვისაუბრებ და მე კითხვებზეც გადავალ, აი რაღაცას მინდა რომ ხაზი გავუგო. მაგალითად ახლა ბაუმგარტენი იყო ეგეთი ფილოსოფოსი 18 საუკუნეში, რომელმაც დაწერა ესეთი ცნობილი ნაშრომი, რასაც ქვია ესთეტიკა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აკადემიურად, ფილოსოფიურად გამართულად პირველად გამოიყენეს ტერმინი ესთეტიკა. პრობლემა რა არის, რომ ბაუმგარტენის თეორიის მიხედვით მთლიანი ესთეტიკური, ანუ მშვენიერული გრძნობების მიღწევა, თვითონ მშვენიერება და ეს ყველაფერი შეიმეცნება, ანუ შეიგრძნობა გრძნობების მეშვეობით. ანუ გრძნობებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად მაგიტომას დაარქვა ამ დარგს და ამ წიგნს მან ესთეტიკა. რაც ფილოსოფიაში დამკვიდრდა ეს. იმიტომ რომ მისი პრინციპებიდან ეგრე გამომდინარეობს.
მაგრამ მაგალითად შემდგომში კანტი შემდგომში იქამდე კანტი იყო მაგალითად ის იქით ჰეგელი არის იქით მოკლედ აღარ ჩამოთვლი ბევრი ფილოსოფოსი არის რომლებიც საუბრობენ იმაზე რომ მაინც და მაინც გზნობების მეშვეობით არ ვიღებთ მშვენიერებას და ესთეტიკას არამედ ეს შესაძლებელია მოხდეს შემეცნების გონებით ოპერირების სახითაც და ჯერ კიდე როდის საუბრობდა პლატონი იდეების სიყვარულზე და იდეების მშვენიერებაზე რომელთანაც გზნობას არანაირი კავშირი არ აქვსო და უბრალოდ გონებრივ მტკბობას იღებოდა აი ჰედონიზმი თუნდაც რო ავიღოთ ჰედონიზმის ძირი ანტიკურ ფილოსოფიაში ის იყო რომ გონებრივი მშვენიერების მიღწევა საბოლოო სიბრძნით მიღებული გონიერი მშვენიერება სიამოვნება და მშვენიერება ხო და ახლა მაგალითად როდესაც აი რატო არის ახლა ეს მნიშვნელოვანი ნახე დამკვიდრდა რაღაცა ცნება რისი ფუძეც შესაძლებელია იყოს მცდარი შესაძლებელია იყოს მცდარი მე არ ვიძახი რომ მცდარია ესეთი ცნება ვინ უნდა გადახედოს ამ ცნებას ანუ მაგალითისთვის ეს ცნება თუნდაც ახლა ვიღაცისთვის იყოს ჩვეულებრივი მსმენელისთვის ან ჩვეულებრივი პიროვნებისთვის არასაინტერესო თვითონ ცნება ესთეტიკა და ზოგადად მსგავსი ცნებებით ოპერირება იწვევს აზრის ფორმირებას ამაზე ვიტგენშტაინი საკმაოდ კარგად საუბრობს აი მაგალითად ახლა ესთეტიკა ერთი არის მაგრამ აი კიდე ხუთი ტერმინი რო ავიღოთ ესთეტიკის მუდმივი კატეგორიებიდან რასაც სულ იყენებენ ესთეტიკის კვლევისას და ხუთივე დაკავშირებული იყოს გრძნობასთან უკვე მოაზროვნე ავტომატურად წავიდოდა გრძნობის საწყისებისკენ ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ფორმირება მოხდებოდა მსგავსი აზროვნების და ვინ უნდა გადაამოწმოს ეს ტერმინები? ეს ტერმინები ყოველთვის მოწოდება ფილოსოფოსების მიერ. ამას არამხოლოდ ტრადიციული ახსნა აქვს, რომ ყოველთვის აკეთებდნენ და მაგალითად ახლა საუბრობთ იმას, რომ ესთეტიკაზე უკეთეს ტერმინი ამ სფეროსთვის კალისტიკა არის, იმიტომ რომ კალოს ნიშნავს მშვენიერს და ლამაზ და მაგის გამოკვლევა, მაგრამ აი არამხოლოდ ტრადიციულად ამას ფილოსოფოსები აკეთებდნენ ყოველთვის, არამედ ფილოსოფია, რომ ცნებების მეშვეობით რეალობის შესწავლა, ამას როდესაც ამბობს და იქით მეცნიერება ემპირიული მეთოდებით შეისწავლოს რეალობას. ის ცნებების გამართვა მისი პრეროგატივა ხდება, ეს მისი აუცილებელი მიზანი არის და ახლა მაგალითად სამართალს თუ გაცნობი ხართ რომელიმე სამართლის ასე ვთქვათ სქელტანია წიგს სამართლის სიგნების უმეტესი ნაწილი იწყება ეს შესავალში რომ ფილოსოფიური კატეგორიების გამოყენების გარეშე სამართლის კონცეფცია ირღვევა და იმიტომ რომ ყოველთვის არის ზოგადი და კერძო ისა რა ქვია კონცეფციები იქით-აქით მოკლედ იქით კაუზალურობას დიდი მნიშვნელობა აქვს ბევრი კონტინენტალურ სამართალში თუნდაც ასე შემდგომ და საქმე იმაში მდგომარეობს რომ ნებისმიერი მეცნიერება ნებისმიერი დარგი რომელიც რაღაცას იმეცნებს მაინც ერთ რამეს მაინც რაღაცის შემეცნებაზე კონცენტრირებული არის ჭირდება რაღაც ფილოსოფიური კატეგორიები და ტერმინები და ეს ფილოსოფიური კატეგორიები და ტერმინები ფილოსოფოსებს განსაზღვრული აქვს და ზოგჯერ ხდება ისე რომ ის გადამოწვევა და ვალიდირება თავიდან საჭირო და აი კაკ მინიმუმ თუნდაც ამისთვის არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი და მოდი ახლა კითხვებს რო გავყვეთ აქ მე ხომ აქვს რაღაც ჰაილაითება ჩამოწერილი და მოდი ის თემო ერთ სიტყვით და გააგრძელი არ გაგიწყდეს აზრი აი რა კომენტარს გავაკეთე უბრალოდ იცი მოკლედ რომ აი შენ რაც თქვი ისე ჩემი აზრით იყო სწორედ ამ კლავი ლუისის ანუ აზრში მოცემული თეზისის გაშლა ხო ანუ შენ რა თქვი რომ ადამიანმა რომც უარყოს ფილოსოფია ან ახე ორი ვარიანტია ფილოსოფიის შეგნებული უარყოფა ან ყურადღების არ მიქცევა და ჩემი არგუმენტი სწორედ ეგ იყო რომ ფილოსოფია არის ანუ ანდენაიბი თავს ვერ ააცილებ რა გაგებით ყველა ფილოსოფიური წიგნი რო დააწვა რაც კი დაწერია და ფილოსოფია ტერმინი როც არ გამოიყენოთ ხო მაინც გამოიყენებ ანუ ეს არის უკვე შენში კი ეგ არის თავად არგუმენტი და შესაბამისად ჩვენ როგორც აკადემიური ფილოსოფია ხო ხარისხებს მოდის მაღალი შუა საუკუნეებიდან ანუ სოკრატე ხო არ იყო ფილოსოფიის მეცნიერება და დოქტორი ანუ ეს გადიოდა ქუჩაში კითხვებს სვამდა ხო ანუ ეს არის რომ ეს არის უკვე ჩვენში და უბრალოდ აკადემიური ისე როგორც არააკადემიური ფილოსოფიას მიზანი ერთ-ერთი რა არის რომ დახვეწოს ის რაც ისე დაწყვა და ეს უბრალოდ რატო ადამიანებმა უნდა გაიგონ რომ ფილოსოფია კი არ არის რაღაც განყენებული სადაც twins იმტრევენ რამდენი ანგელოს დაიცებებს ნემსის წვერზე ხო ცინიკურად თქვა ნათქვამი სქოლასტიკოსებზე ხო ეგ არ არის იმიტომ ეს უკვე შენში აი მაგალითად ადამიანმა რო გაიგონ მარტივი მაგალითი წარმოიდგინე ორი შემოთავაზება მაქვს სახთან ახლოს მექნება სამსახური დაბალი ხელფასით შორს იქნება მაღალი ხელფასით პრაქტიკული საკითხი ადამიანი რო დაფიქრდება რომელი ღირებულება გადაწყვეტს შორი მანძილი თუ თანხა აქსიოლოგია ფილოსოფიურად კი უკვე აქსიოლოგია არის ფილოსოფიის ქვედარგი რომელიც შეისწავლის ღირებულებებს
რატომ ანიჭებს ადამიანი ერთ ღირებულებას, ერთ საგანს უფრო მეტ ღირებულებას მეორე ნაკლებს, რა იწვევს ამ ყველაფერს, როგორ უნდა მოიქცე ასე შემდეგ. უკვე აქსიოლოგია არის. შეიძლება ეთიკაც იყოს რაღაც მომენტში. და კაკრას მაგაზე უნდა მეკითხა მე. სხვათა შორის შენ ახლა ის იმასქენი გადახვედი, გეგონება უკვე ის კითხვა დასმული მქონდაო და ნახე ხალხის რაღაც ნაწილს წარმოუდგენია, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ფილოსოფიაში შეიძლება ღრმად ნაკლებად არის შესულები, ან უბრალოდ ესე ვთქვათ, ესეთი პრესუპოზიცია უჭირავთ ფილოსოფიის მიმართ, რომ შეიძლება ეს იყოს უბრალოდ წუწუნი რაღაცების მიმართ. რაც ახ მაგალითად მე ანალიტიკური ფილოსოფიის მომხრე რო ვარ, იქ სიტყვაც არ წერია, სულ ფორმულები წერია და წუწუნი ფიზიკურად ვერ იქნება, მაგრამ კონტინენტალურ ფილოსოფიაშიც იმაჩნია, რომ არ არის ეს პროპოზიცია სწორი და აი მე მაინტერესებს შენ როგორ საუბრო აი პრაქტიკულ თუნდაც ცხოვრებისეულ დონეზე რა ღირებულება შეიძლება ქონდეს ფილოსოფიას ინდივიდისთვის. აი ისეთ ადამიანისთვის კი არა როგორც მაგალითად შენ ხარ ან მე ვარ ან ავთვარი რომელიც აპირებს რომ ფილოსოფიას დაუთმოს თავის ცხოვრება და ამ წიგნების წესს. არა, უბრალოდ აი მაგალითად არსებობს ვიღაც X პიროვნება რომელსაც გინდა რომ ურჩიო რომ აი ეს წიგნი მაგალითად წაიკითხე შენ ცხოვრებაზე ამან შეიძლება ქონდეს კარგი აი რა გავლენა შეიძლება ქონდეს ფილოსოფიას ჩვეულებრივ ინდივიდის ცხოვრებაზე ეგ არის კითხვა. მოდი მე დავიწყებ და ავთო მე შენ გააგზავნე. კარგი, მოდი აი ზოგად კომენტარს გავაკეთებ, ნახე რამდენიმეს. ანუ პრაქტიკული გამოყენება. ხო, აი რა გამახსენდა, იცი, ერთმა ადამიანმა დაწერა, რომ ხო, ნუ ეს ხო ცნობილია, რომ ფილოსოფია არის ტვინის წვევა საკითხებზე, რომელსაც ვერაზროს ვერ გადავჭრი. ანუ დროის კარგვა, ხო? ის ქიმიკო ეტკინსიც მაგას ამბობდა, ქიმიკოს უილიან კრეიქსო, ანუ ძალიან მაგალითის მეცნიერები გვეუბნება, რომ ტყუილად იბრძვით ტვინს, ანუ თქვენ ვერ გადაჭერით საკითხი რა და სად არის კონსენსუსური თეზისი. მაგათ არიციან რომ ბევრი საკითხი არის ისეთი რაღაცა, რაზეც კონსენსუსი არსებობს, უბრალოდ ფილოსოფია ბუნებით არის ისეთი, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია კითხვა დასვა მაინც, ნებისმიერ დროს, იმიტომ რომ ფილოსოფია კი ჩაგეჭერი, მაგრამ ფილოსოფია როგორ რაღაცა ხა მე თუ თქვის ორი არგუმენტი და შენ კონტრარგუმენტი ვერ მითხარი, ჩემაზე ხომ უნდა გადმოხვიდე ყველა ვარიანტში. და ხო არის რაღაცა, ახლა მაგალითად იდენტობის კანონზე შეიძლება რომ მე და შენ ვერ შევთანხმდეთ, ან აი ნებისმიერ ადამიანს შევთანხმდებით და ალბათ იშვიათად გამოჩნდება ახლა. ჰეგელი კი უარყოფით. რატო ამბობ, იცი, ნახე, სულ ვაციტირებ ადამიანებისთვის დიდ მეცნიერებს, რომ რამხელა მეცნიერებსაც კი აქვს ძალიან დაბალი დონის წარმოგიდგენა ფილოსოფიაზე. არიციან შინ რა ხდება. და მაგიტო ვამბობ, თორე მეც კი არ ვეთანხმებ. მეც ვამბობ, მეც ვფიქრობ, ესა ძალიან უხეშ შეცდომა. ნუ რა თქმა უნდა, იქ ძალიან ნიუანსური არგუმენტი მეცნიერებაში როგორი კონსენსუსია ფილოსოფიაში არის სკოლარული შეჯიბრი, მაგრამ ამ დონის დაბალი დონის წარმოგიდგენა ნამდვილად მერვე კლასია. მაგრამ ეს უბრალოდ რატო ვთქვი, ნახე, ანუ პრაქტიკულ ცხოვრებაზე გავლენა ფილოსოფიის, ხო? ანუ ჩემი მოდი ორ ზოგად კომენტარს გავაკეთებ და მაგ თემას არ ავწევი და მაშინვე დავუბრუნდები. პირველ რიგში მე ესეთ ანალოგიას მოვიყვანო, რომ ანუ წარმოიდგინე, რომ ადამიანი იყოს ასანთის ღერი და ცხოვრება ასანთი, ანუ ასანთის კოლოფი. და ეს ორი სპეციფიკური ფორმატ რომ შეხებაში ხო აინთება ცეცხლი. თემას ეგრე, ანუ ყველაში არის ფილოსოფოსობა, უბრალოდ ცხოვრებას უნდა შეეხო სპეციფიკური ფორმით, რომ აინთოს. ზოგში აინთო, მერე ჩაქვდა და მეც იმას ვთვლი, რომ თუ ადამიანში მაღლა აინთო, ის აღარ ჩაქვდება. ეს რატო იწყებს ადამიანი ფილოსოფოსობას? მეორე არის, რომ ფილოსოფია არის უფრო, ანუ ეს რო წარმოვიდგინოთ, სიღრმისეულის სათვალე, ანუ ამ აპარატს რო გაიკეთებ, უფრო მეტი ჩანს. ეხლა გვაწყობს მეტი დავინახოთ სამყაროზე, ვიდრე ფიზიკური თვალით ჩანს. ეს ცალკე საკითხი, ანუ ის სახიფათოსაა. მაგალითად ჩვენ რო უცებ ეხლა გავიგოთ, როდის მოვკვდებით, კარგავინას არ მოახდენთ ჩვენზე, მაგრამ ის ჭეშმარიტ ცოდნაა. ამიტომ აქაც სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ ვეხებით ძალიან სიღრმისეულ საკითხებს, შეიძლება ჩვენი თვითონ ზად არ იყოს და ფსიქიკურად გადავიცვათ და ბევრი ფილოსოფოს გაგიჟებულა კიდევაც და ესეც ამას არ უნდა დავაფაროთ ხელი ფილოსოფოსებმა, რომ ფილოსოფია მხოლოდ კარგია, ეგრეც არ არის, იმიტომ რომ იქ შენ შედიხარ ძალიან შოკის მომგვრელ ჭეშმარიტებებში და მომზადებული უნდა შეხვიდე. ეს ერთი ასპექტი. ეხლა დავუბრუნდეთ პრაქტიკულს, ხო? ისევ შენი საყვარელი სფეროდან ყველაზე კარგი არგუმენტები იქნება მაგალითად ლოგიკური შეცდომების შესწავლა. ანუ ის გვიცავს შეცდომებისგან და ამ შეცდომებს ჩვენ ცხოვრებაში უშვებთ. ანუ ფილოსოფიას რო შევისწავლეთ, ალბათობას დაბლა დაწევს. და მე მეცაც გეტყვი, ჩემი აზრით, მაგალითად საქართველოში ხარისხებს თავი გავანებოთ, ხარისხებს ჩემს ფილოსოფიისთვის გარემოული გამოხატულება. საერთოდ ბაკალავრიც არ იყოს არავინ. ადამიანებმა თუნდაც კვირაში 3 საათს რო ივარჩუნ ფილოსოფიაში, ჩემი აზრით საზოგადოება ძალიან მაღალ დონეზეა და შეცდომებიც კი მაღალი დონის იქნება. ანუ ბავშვს ყველა გადავაბიჯებ. ისეთი უაზრობები, რაც ზოგადად ხდება, აღარც მოხდება. ამიტომ ჩემი აზრით მაგაგებით ფილოსოფია შეუძლია ისეთი ხილული წარმატებები დადოს, როგორც მეცნიერება გვაოცებს ხოლმე ტექნოლოგიურ წარმატებებს. უბრალოდ ჯერ ეს არ დატესტილა, იმიტომ რომ ისევ ან მოყვარულის დონეზე ძალიან ცოტა ადამიანია დაინტერესებული ფილოსოფიით და მაღალ დონეზე ასულა, ან იმ პროფესიონალი მკვლევრები. აი ყველა რო დაინტერესდეს, ან
კრიტიკული მასა. ჩვენ ნახავთ რა დონეზე ვართ უნდა საქართველოს. აი მენტალურ დონეზე ცხოვრებაში. აი ხა ავთოს დავუთმობ და მე ჩავერთვებ. ხო, მე რავი, იდეაში ბევრი დასამატებელი მაგაზე არ არის. კითხვას დაკისვა ბაქარ მეც, რომ უფრო გადავიდეთ ჩემი აზრით ახლა რადგან პოდკასტი არის, ანუ კითხვა პასუხის რეჟიმზე. ხო ისე ჩემი ხო? ხო. მოკლედ, ანუ მაინტერესებს, აი რაც თქვი ბოლოს მაგაზე დაგისვამ ერთ კითხვას და მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს, უფრო ის ფილოსოფია მეცნიერების საკითხს რო დავუბრუნდეთ. ანუ ახლა მაქვს ასეთი კითხვა, რომ ანუ ხალხმა რო დაიწყოსო, ანუ ფილოსოფიის კითხვა დღეში თუ კვირაში თუნდაც 3 საათიო, შეცდომები უფრო სერიოზულიც იქნება და ნუ ხალხიც უფრო განვითარდება და რაღაც, ანუ მაგ პროპოზიციაში ყველანაირად გეთანხმები, მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს, ფილოსოფია არის თუ არა ყველასთვის და ანუ ადამიანებს თუნდაც აი 90% უნდა შეეხოს თუ არა ამ საკითხს, აი მაგასთან დაკავშირებით მაინტერესებს შენი დამოკიდებულება როგორი არის. ჩემი აზრით ძალიან კარგი კითხვაა და მეც თემოსაც მაინტერესებს, ამიტომ მე ვიტყვი და მე თემო შეიძლება არ დამეთანხმოს ან დამეთანხმოს. ანუ ჩემი აზრით ნახე ისევ ღირებულების კუთხით რო დავუკვირდეთ. ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ არის სხვადასხვა კატეგორიის კითხვები და ყველასგან მაგალითად ყოფითი კითხვა არის, რომელ მაღაზიაში შევიძინო პროდუქტები. მაგალითად სპორტულია ლებრონ ჯეიმსი უკეთესია თუ კევინ დურანტი. როგორ გავატარო თავისუფალი დრო ცხოვრებისეული კითხვა, მაგრამ რატო ვარ აქ? საერთოდ რატო არსებობ? ხო უცებ რაღაცა ცოტა ნახე, ანუ უკვე კითხვაში მივხვდით რომ რაღაც სხვაგან მივდივართ, ანუ სიღრმეში. და არის ორი კითხვები, ორი ტიპის კითხვები, ხო ეგზისტენციალური და ultimate question, ანუ საბოლოო კითხვები. ჩემი აზრით, ადამიანი თუ იქნება გულწრფელი და თავს არ მოიტყუებს, აი მაგალითად ადამიანს უთხრა რომ მე მივახციე ცოდნას რეალურად რატო არსებობ დედამიწაზე, მე არ მჯერა, თუ ადამიანი მეტყვის რომ არ მაინტერესებს. ამ ეგარ გამორიცხული. ანუ თავს თუ მოიტყუებს, ან თავისუფალ ნებას ბოროტად გამოიყენებს, ყოველ შემთხვევაში არჩევანი რო შეუულია რომ აშკარა, მაგალითად მე ხო შემიძლია სპეციალურად ვთქვა რომ 2 ჯერ 2 არის 6. ანუ ლოგიკის კანონი twins არ ბლოკავს. მე შემიძლია სპეციალურად წავიდე თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებების წინააღმდეგაც კი. და ამ გაგებით ჩემი აზრით თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებებია რომ ბევრი ფილოსოფიურ საკითხზე ჩვენ რომ მართლა ვიცოდეთ 100%-იანი ცოდნა, ამაზე ღირებული რაღაცა საერთოდ არ არსებობს კოსმოსში. შესაბამისად ადამიანმა თავი მოიტყუოს რომ ესენ მე არ მაინტერესებსო, არის ჩემი აზრით გამორიცხული. ანუ როგორ შეიძლება ეგ არ გაინტერესებს, ანუ უფრო დაბალი დონის საკითხები თუ გაინტერესებს, ეს როგორ არ გაინტერესებს. ანუ ეს ცოდნები ეხება, აი მაგალითად, ყველაზე აღმატებული ბედნიერება რაშია. ეს როგორ არ უნდა ინტერესებს ადამიანს, როცა სხვა რამეს რო გააკეთოს, იმიტომ აკეთებს რომ ბედნიერი იყოს. და მე გეტყვი, უფრო აღმატებული რაშია. არა, ეგ არ მაინტერესებს და უფრო დაბალი დონის ბედნიერებას დაუბრუნდა. ეს არის ლოგიკურად შეუძლებელი. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ადამიანი თუ გააცნობიერებს, რაზე საუბრობს ფილოსოფია, შეუძლებელია მას ის არ დაინტერესოს და მეორე მე ისე ვფიქრობ, რომ ფილოსოფია არ არის ელიტისთვის. ანუ ხო ვთქვით, ფილოსოფოსობა და ფილოსოფია არსებობს ყველა ადამიანში. უბრალოდ ცხოვრებას უნდა შეეხოს სპეციფიკური ფორმატით, რომ ეს ცეცხლი აინთოს და ისევ კარგი მაგალითია ეს. ერთი თემა და გააგრძელე. გისმენთ. სითარტა გაუტამას მაგალითს მოვიყვან, ხო? ანუ мама ხო უმალავდა ამ უხეშ ფორმებს რეალობის სიკვდილი, მაგრამ რო შეეხო, ხო, არ დაიბრმავა თვალები, ანუ გააყვა ამ უხეშობას და ეძება ტანჯვიდან გამოსავალი, ხო? ანუ ჩემი აზრით, ანუ ერთია ჩვენ ფილოსოფიურად დავფიქრეთ მაგალითად რიცხვები თუ რეალური, რიცხვები რატო აღწერს რეალობას. ეს ცოტა არის აბსტრაქტული, მაგრამ ჩვენ ხილულად ხო ხედავთ მაგალითად ჩვენ ერთ დღეს მოვკვდებით. ანუ ეს არის ხილული უხეში ფორმები რეალობისა. ჩემი აზრით მინიმუმ ესენი ჩააფიქრებს ადამიანს რაღაც უფრო ხმა საკითხებზე, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. აი თემო გააგრძელე ხა. კი, ანუ გეთახმები ახლა მაინც და მაინც ნომინალიზმი, რეალიზმის ისა რა ქვია დაპირისპირება, ანუ იქით კიდე რაღაცა თავისი ის აქვს სიღრმეები ფილოსოფიას რა თქმა უნდა და ახლა შეიძლება მაინც და მაინც ეროგენას 4 ბუნების რაღაცა დისტინქციის საფუძვლიანი შესწავლა არ დაიწყოს ინდივიდმა და პრაგმატული გადაწყვეტილება რომ მიიღოს მაგისთვის საერთოდ კლასიკურ ლოგიკაში ფორმალურ დონეზე არსებობს მხოლოდ 4 სახის წინადადება. ანუ 4 სახი შეიძლება მხოლოდ წინადადება იყოს. ფორმა, ანუ ამის. ამ 4-ვე სახის ფორმას აქვს თავისი უარყოფითი სახის ინსტანციები. ანუ როგორ შეიძლება რომ უარყოფილი იქნეს ისინი, როგორ შეიძლება დადასტურდეს რომ ჭეშმარიტია ფორმის დონეზე. ადამიანებს შეუძლიათ წამოაყენონ უსასრულო რაოდენობის ლინგვისტურ დონეზე პროპოზიციები.
აი მაგალითისთვის ეს მიკროფონი არსებობს და რაღაცა ეს ჭიქა არსებობს, ფორმალურ დონეზე არის ერთი და იგივე. ანუ მათ ფორმალურ დონეზე სჭირდება საპირისპირო ერთნაირი საპირისპირო რა მოკლედ უარსაყოფად და პიროვნება, როდესაც შეისწავლის ლოგიკის ძირეულ პრინციპებს, რასაც თუნდაც სამართალზე სასწავლიან და პოლიტოლოგიაზეც და ბევრგან კიდევ, იმიტომ რომ აუცილებელია იქით უკვე წესი და რიგით ადამიანს ამათი გამოყენებით უნდა შეეძლოს ნებისმიერი სახის არგუმენტაციაში შესვლა. ისედაც, აი თუნდაც ეგ პრაქტიკული გამოყენება აქვს მაგაზეც რო ვისაუბროთ და კი. თავად რაც შეეხება ახლა იმას ფილოსოფოსობის ამბავს, მე ვიტყვი ესე რომ ყველა ადამიანისთვის არ არის ფილოსოფია, იმიტომ რომ აი ბაქარმა რას თქვა, შეიძლება მენტალურად საკმაოდ მძიმე იყოს ეს ყველაფერი და ასე შემდგომ, მაგრამ ჩემი აზრით ყველა ადამიანს სჭირდება, აი მაგით ფილოსოფოსი ეგ ადამიანი ვერ გახდება რა თქმა უნდა, მაგრამ სჭირდება რაღაც კონკრეტული სახის ელემენტარული ფილოსოფიური, თუნდაც დოგმატური რაღაცებისგან შემდგარი პასუხი რომელიმე კითხვაზე. დასჭირდება, აი კანტი იწყებს ეგრე თავის იმას რა ქვია, წმინდა გონების კრიტიკაში, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ ადამიანის გონება როგორი არის, რომ ადამიანის გონებას ბუნებრივი მიდრეკილება აქვს რაღაც განუზომელი რაღაცების შემეცნებისაკენ. ახლა მე პირადად მიმაჩნია, რომ ფილოსოფიაში ნებისმიერი სწორად დასმულ კითხვას აუცილებლად ექნება პასუხი. ეგრევე ვთვლი, იმიტომ რომ მე ვარ რაციონალისტი და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სწორად დასმული კითხვა აუცილებლად იქნება ისეთი, რომ მას პასუხს გავცემთ ფილოსოფოსები. რაც ფილოსოფიის კვლევის სფერო არის იმის ფარგლებში. და ახლა მაგალითისთვის ადამიანს თუ გაუჩნდა რაღაც ეგზისტენციალისტური სახის შეკითხვა, მაგალითისთვის მოდი ავიღოთ აი ბაზისური რაღაცები, აი ძალიან სიღრმეებში რო არ შევიდეთ და რაღაც დეტალებში, აი რა შეიძლება ადამიანს, აი მაგალითად არსებობს თუ არა ღმერთი. პირველი კითხვა ეგ უჩნდება ჩემი აზრით ადამიანს. ერთ-ერთი რაც შეიძლება რომ ფილოსოფიაში გავატაროთ. ჩემთვის ეგ არ არის ეგეთი, აი ფილოსოფიაში ბევრად უფრო ღრმა კითხვებს ვიცნობ, რაზეც დაწერილა ვიდრე ეგ ჩემი განმოსახედიდან ეგრე არის. იმიტომ რომ ჯერ ერთი აურაცხელი მასალა არის მაგაზე დაკვლევები. გინდ აქეთ ამხრიდან, გინდ იქით ამხრიდან, ყველა მხრიდან საერთოდ. გინდ თეისტები აიღე, გინდ დეისტები აიღე, გინდ ათეისტები აიღე, გინდ პანთეისტები, ყველა მხრიდან არის ეგ საკითხი გამოკვლეული. ახლა მანდ რო თქვათ მაგ საკითხზე რომ ისევ იგივე სირთულეს ატარებს, რასაც ატარებდა მაგალითად 10 საუკუნის წინ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ესე იგი არ ვიცნობთ ამ მასალას. იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ მაგით დაგროვდა რაღაც არგუმენტები და იქ possibility probability თამაშობს უკვე რაღაც თავის როლს. და აი ახლა მაგალითად თუ ახლა ადამიანს აინტერესებს, აი ჰაიდეგერს რო უწერია ყოფილება და დრო და დაზინის ფენომენის გამოკვლევა ზოგადად მუნყოფიერების ან უნარსის, აი მანდ უკვე უფრო სერიოზულ იმაში შევდივართ ამბავში და მე მიმაჩნია, რომ თუ ეს კითხვა არ გაჩნდება მაგალითად ვარ თუ არა თავისუფალი. ანუ მარტივი ფილოსოფიური, მარტივს იმას კი არ ვიზახი, რომ უმარტივესი გადასაჭრელია, მაგას არ ვიზახი. მე ვიზახი მარტივს, რომ აი ყველაზე მეტად გამოკვლეული არის და წესიდაგით პასუხები შეიძლება რომ მივაგნოთ მან. წესიდაგით უნდა მივაგნოთ. ახლა მაგალითად თავისუფლებაზე ჩემი პასუხი არის კომბაბიდილიზმი. იმაზე რა ქვია და აი ასე შემდგომ და აი ესეთ ვრცლად გამოკლებულ საკითხებს, როდესაც შეეხება ადამიანი, მას თუ მართლა აინტერესებს უკვე რომ ესენციურად სამყაროს სტრუქტურას შეხედოს თვალებში. იმიტომ რომ ნახე არასწორი რა არის, ჩვენ ხშირად ვამბობთ ფილოსოფოსმა შექმნა სისტემა. მაგრამ ის ფილოსოფოსის სისტემის შექმნას არ ცდილობდა, ეგ უნდა გავიხსენოთ, ის ფილოსოფოსი ცდილობდა სისტემის აღმოჩენას. ანუ სამყაროს აქვს სისტემა და მაგის აღმოჩენას. იმას სისტემის შექმნა რაში უნდა და იმას ობიექტური ჭეშმარიტება სჭირდებოდა. ეგ არის მანდ ჩემი აზრით აი რაღაცა ესეთი ესთეტიკური და რომანტიკული. ხო და ახლა მაგალითისთვის ინდივიდი, როდესაც დაიწყებს ამ მარტივი, ან უკვე ბევრგან შესწავლილით, აი ყველამ რო შეისწავლე ეგეთ საკითხებით, მერე მას თუ მართლა აინტერესებს სტრუქტურა, ის გადავა უცლებად ამ ყველაფერზე, მაგრამ მე ჩემი ასე ვთქვათ ხალხთან მიმართება რაც მქონია, ადრე არ მეგონა ესე, ადრე მეგონა რომ ყველას ყველაფერს გაგება შეუძლია. ახლა მაგასთან მიმართებაში მაგ პესიმისტური დამოკიდებულება. ჩემი აზრით ეგრე არ არის. აი, შესაძლებელია ადამიანს ესაუბრო 6 საათი, ყველანაირად სადო რო აუხსნა, დაუხაზო რაოდენობრივად, თვისობრივად, მათ რიცხვები გამოიყენო, ბიოლოგია, ფილოსოფია, ფიზიკა, ანუ ნებისმიერ საკითხს გაშიო და მაინც ვერ. დასრულ ადამიანებზე საუბრობ ახლა ბავშვი ვითარდება და რა თქმა უნდა იქ მაგალითი არ მყავს. და ამიტომაც აი არსებობს რაღაც დონე, სადაც ყველა ფილოსოფოსი ჩერდება.
ეგ არის ეგ უნდა იყოს ფილოსოფოსის შიში, რომ აი სადღაც გაჩერდები რა, ანუ რა თქმა უნდა ახლა მე არავის არ უნდა გქონდეს ჩემს იმხელ ამბიციას საკუთარ თავზე, რომ აი ხა ავდგები და ყველაფერს რა თქმა უნდა რაღაცას მიაღწევ, რაღაცას ამოიცნო, პრინციპსაც აღმოაჩენ დიდი ალბათობით თუ ბოლომდე მიყევი, მაგრამ რაღაც სადღაც გაჩერდები რა, აი როგორც შოპენჰაუერი გაჩერდა, თუნდაც სამყარო ვითარცანება და წარმოდგენაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად გაჩერდა მაგის იქით. ან თუნდაც მე პირადად მიმაჩნია რომ კანტი პრაქტიკული გონების კრიტიკასთან გაჩერდა. პირადად მე ეგრე მიმაჩნია. ახლა ზოგი არ მეთანხმება მაგაში, მაგრამ ჩემი მოსაზრება ეგეთია. ან რაღაცა კოჟები რო მოკლედ ბევრი ისეთი ფილოსოფოსია, რომელიც მიდის რაღაცამდე, აი შელინგი არის ძალიან კაი მაგალითი. და რატო არის მაგალითი? ნატურ ფილოსოფია ხო დაწერა მაგაცმა. იყო ჩემი აზრით არის ერთ-ერთი შედევრი. მაგრამ როგორ გააფუჭა? გამოცხადების ფილოსოფიით, იმიტომ რომ გამოცხადების ფილოსოფია უკვე დოგმატური ფილოსოფია არის თავიდან ბოლომდე, აი თავისივე პრინციპებს, ტრადიციებს ეწინააღმდეგება. ის ნატურ ფილოსოფია ძალიან კაია. და აი გაჩერდა ჩემი აზრით ნატურ ფილოსოფიასთან და ის ვერ გააცნობიერა რომ მე უკვე აქ გავჩერდი და მაგიტომაც უკვე რაღაცა უცნაური ქიმერა შექმნა. იქაც არის საინტერესო რაღაცა. ერთ რაღაცას ბოლომდე არ მინდა რომ გავავი. ხო, ბოლომდე არ მინდა რომ გადავუარო, იქაც არის საინტერესო რაღაცები, ახლა ეგეც არ არის, რო. ერთ რაღაც დავამატებ, ანუ კიდე მე უფრო სხვა მიდგომა მაქვს იმაზე თუ რატო მაგათად არ არის ფილოსოფია ყველასთვის რა, გარდა იმისა რომ ვერ გაიგებს, ეგ კიდე ცალკე საკითხი არის. მაგაზე სხვათა შორის მე სულ ეგეთი წარმოდგენა მქონდა თემო მგონი გვისაუბრია კიდევაც მაგაზე რომ ფილოსოფიას ყველა ვერ გაიგებდა და შე რო შეიცვალე ძალიან გამიკვირდა ეგ აზრი, იმიტომ რომ ძალიან მტკიცედ იდექი მაგ აზრზე და მახსოვს ეგ ისა საუბარი რომ შეიცვალე კონკრეტული ის შეხედულება, მაგრამ მე უფრო სხვა ის მაქვს შეხედულება მაგაზე რომ ფილოსოფია არ არის საჭირო და მაგის გამო არ უნდა იმას ქნას, ანუ სულ რომ აი თემომ რაც თქვა რომ ვერ გაიგებენ და რაღაც სულ რომ ესმოდეთ და შეეძლოთ გაგება, ჩემს საჭირო მაინც არ არის ყველასთვის და მაგის გამო არ უნდა სწავლობდეს ყველა. კი შეიძლება სოციუმისთვის მაგან დადებითი შედეგი მოიტანოს, მაგრამ არის კიდევ სხვა ფაქტორებიც ფილოსოფიის სწავლა, რაც შეიძლება გამოიწვიოს. და მოდი მაგას ცოტა მე დავბრუნდები, ჯერ ვიტყვი, საჭიროა თუ არ არის ყველა სწავლობდეს, იმიტომ რომ ყველა ფილოსოფოსი ვერ იქნება. ეს ერთი მიზეზი. ყველას აქვს თავისი პროფესია. კი შეიძლება რაღაცა კუთხით იმ პროფესიაში ფილოსოფია გამოადგეს, მაგრამ საჭირო არ არის. და საჭიროების არარსებობიდან ზაპოჟნიკს რაში გამოადგება? რო ჩამოაყალიბოს კითხვი. ყველას თავისი პროფესია აქვს, ყველას მიმართ პატივისცემას გამოხატვა რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაგალითად როგორც ფილოსოფოს არ გამოადგება, ფილოსოფოსი არის უცნაური ტიპი რაღაც მე გამიჭედოთ. იმიტომ რომ გამოიყენოს გაჭედა მგონი. გაჭედა? ხო, ფილოსოფოსი არის ცოტა უცნაური ტიპი, იმიტომ რომ შეიძლება ნებისმიერი სახის ცოდნა, აი ქამრის გაკეთების შესახებ ცოდნა შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს რაღაცნაირ მსჯელობაში. აი ეგ არის უცნაური ფენომენი. ხო და მაგას ვამბობ ზუსტად რომ საჭიროების არარსებობიდან გამომდინარე ამოვდივარ რომ ფილოსოფია ყველასთვის არ არის რა. ეგ ერთი საკითხი. გარდა ამისა, მეორე შეხედულება რაც მაქვს არის ის, რომ ფილოსოფია წესით ყველამ არ უნდა იმას ქნას შეისწავლოს, იმიტომ რომ ფილოსოფიაში არის ბევრი ისეთი საკითხი, აი თუნდაც ბაქარი საიდანაც იწყებს. ხო, თუნდაც ბაქარი საიდანაც ამოდის, რომ ცნობის მოყვარება გააჩნია ხალხს და ამ ცნობის მოყვარების დასაკმაყოფილებლად ფილოსოფია საჭირო არის, კი ამაში ვეთანხმები, მაგრამ მეორე არის რა შედეგს გამოიტანს. კი შეიძლება ძალიან კარგი შედეგი გამოიღოს იმაზე სოციუმზე და უფრო განვითარდეს სოციუმი განათლების ზონით და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ არის ადამიანების რწმენა, კულტურა, ტრადიციები და ასე შემდეგ. ფილოსოფიას ამასთან მიმართებით შეიძლება ნეგატიური გავლენა ჰქონდეს, რომ ადამიანებმა ფილოსოფია შეისწავლონ. ამაში გულისხმობ იმას, რომ მაგალითად თუ ადამიანი დაიწყებს ფილოსოფიის შესწავლას და მივა იმ აზრამდე, რომ დაუშვათ ღმერთი არ არსებობს. შემდეგ მისი რწმენა უკვე ეჭქვეშ დგება. და თუ ვართ ისეთ სოციუმში, როგორც არის მაგალითად საქართველოს, სადაც 80% თუ მეტი კიდევ დაჟე არის ქრისტიანი, ამ შემთხვევაში შეიძლება ცუდი ის ჰქონდეს დამოკიდებულება. და ხალხმა რწმენისგან გადაუხიოს და ზუსტად აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ შეიძლება ნეგატიური შედეგიც გამოიღოს ფილოსოფიამ და მაგის გამო არ არის საჭირო ყველა მისწავლოს და მეორე არის ის, რომ თვითონ საჭიროება არ არის ადამიანების უმეტესობაში იმისა, რომ φιλოსოფია ისწავლოს, ამიტომ არაა საჭირო რომ ფილოსოფია ისწავლოს. ხარისე, შენ თეისტი ხარ ხო, რამდენადაც გვისაუბრია, თეისტი ხარ ხო? მე ვეკითხები ხო თემო? კი. კი.
კლასიკური თეიზმი, ფილოსოფია. ოღონდ ის არ გვაქვს, ხო? მოდი. რომ ან მაგალითად ქრისტიანული თეიზმი ან რაღაც მსგავსი ის არ გვაქვს. არჩეული, ხო? კაი, თუ გადავუხევთ თემას, თუ ვინა გეტყვი მოკლედ მაგას. მე პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ნუ ეს კიდე არაზე რო არ დავიყვანო, იმიტომ რომ ეგ არაფერს არ მოგცემს. ანუ მე ესე უყურებ რწმენის რაოდენობრივი მოდელით, ანუ რა ევიდენსი მაქვს და იქიდან გამომდინარე 0-დან 1-მდე რა ხარისხი გრამის მჯეროდეს თუ არა. ხო. ანუ ერთია ობიექტური ალბათობა, როგორც შენ გათვლი, რამდენად შეიძლება რაღაცა იყოს ან მოხდეს და მეორეა შენ რა ხარისხით გჯერა. ეს სუბიექტური ალბათობა, ხო? ანუ სუბიექტური ალბათობით, რა თქმა უნდა, მე 80 წელს რო გავხდები, მაშინაც სასურველ რაოდენობის მონაცემებს გავითვალისწინებ და რა თქმა უნდა, მე ვცდილობ, რომ ემოციურმა პრეფერენციებმა არ ითამაშოს როლი რას მივემხრო, ანუ თუნქა ცივი ლოგიკით. ცივი ლოგიკით მე რაც გავეცანი, მე ყველაზე მეტად მომხიბლა თეიზმმა, როგორც რეალობის ბოლოდონის ახსნის ერთმა ვერსიამ. რატო რაღაც და არაფერი ამ კითხვებზე რა პასუხებსაც მე გავიცანი. თუმცა მე ხშირად შემიცვლი აზრი ძალიან ფუნდამენტურ საკითხებზე, ანუ მე ვფიქრობ, რომ აქ არის ორი უკიდურესობა. წარმოიდგინე, ახლა შენ არგუმენტი მოიყვანო და უცებ 5 წუთში გავხდე პანთეისტი. ანუ ეს რატოა ცუდი, იმიტომ რომ ხვალ გავხდები თეისტი და მე თვითონ ამერევა ის გრაუნდი, რასაც ვერ ხნობი. მეორე უკიდურესობა არის დოგმატიზმი. შენ მომიყვანო არგუმენტი, ვერ გავაბათილო და კიდე 10 წელი თეისტი ვარ. ამიტომ ეს ესეთი ცვლილებები ხდება დროში გაწენილად. ამიტომ ამ ეტაპზე თეისტი ვარ. თუმცა ერთს გავაგზელებ ავტომრაც თქვა, უბრალოდ ანუ მოდი რომ ვიკამათოთ, ცოტა რომ აი კამათის ასპექტით შემოვიტანოთ, რომ ყველა რა. ფილოსოფიის მთავარი ასპექტი იყო კამათია. ანუ მე კარგი, არ დავეთახმები მკვეთრად ავთოს და ვამბობ, რომ ანუ ერთი, ნახე მე რას ვამბობ, ადამიანი, ანუ ნახე მოდი ევოლუციას გავუყევთ, ანუ ტვინი ხო განვითარდა. ანუ მაგალითად მაიმუნი ფილოსოფოსია, ან ლომი, რატო არ არის? ანუ ტვინის, ანუ მისი consciousness-ის განვითარება ვერ ქაჩავს ფილოსოფოსობას. ანუ ხელოვნური ინტელექტი, რთული საქმეა არის თუ არა ფილოსოფოსს, ან მეც რომ ისაუბრია, ანუ მანქანისებური აზროვნება აქვს. შეიძლება რაღაცებში ჩვენზე სწრაფია, მაგრამ პერსონალური თეზისების დაცვა ჯერჯერობით ვერ შევატყვეთ. შეიძლება ესეც გაუჩნდეს და ისეთ რაღაცებზე გავიდეს, საერთოდ ვერც გავუყვეთ. მაგრამ ჯერჯერობით არა აქვს. ანუ ჩვენ გვაქვს ინდივიდუალიზმი აზროვნებაში, ხო? ანუ ჩვენ ერთად გვეწყაროთ, რომ გავეცნოთ მაინც შეიძლება საწინააღმდეგო დასკვნები გამოვიტანოთ. ანუ ადამიანი რა დასკვნამდე მიდის, მე ვფიქრობ, მისი 30% მანაც არ იცის. ანუ ეს დაფარულია, რატო გჯერა ამის და არა ამის. მარტო არგუმენტები არ არის, ჩემი აზრით. მაგრამ კაი, სხვა თემა რო არ წამოქვს. ნახე, რატო არ დავეთახმები ავთოს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი და ამოდივარ აპრიორი ადამიანის იმ დეფინიციიდან, როგორც განვითარებული ცხოველს, რომელსაც ეს ცნობიერება და აზროვნების აპარატი რაღაც ლეველამდე აქვს. ანუ თვითონ ნახე როგორც საათი არსებობს, იმიტომ რომ სწორედ ვაჩვენოს, ანუ თუ იმას მოვიაზრებთ, რომ ამიტომ ააკეთე. ანუ ტვინი იდეაში არსებობს, რომ მიიღოს საკვებად ცოდნა. ანუ ტვინი ამიტომ არსებობს, ანუ ნახე, ის ვინც ფილოსოფიით არ ინტერესდება, ისევ ტვინს ხო იყენებს უბრალოდ დაბალი ლეველის საკითხებზე, მაგრამ მასაც ცოდნა ჭირდება. ანუ შენ ხო უნდა იცოდე მაღაზიას, სად არის რომ წახვიდე. კომპიუტერულ თამაში როგორ გადმოწერე, ხო უნდა იცოდე რომ ითამაშო. საერთოდ თუ არ დაინტერესდება ფილოსოფიით. მაგრამ ტვინი იდეაში, რადგან ტვინს ამაზე მეტი შეუძლია, ესე იგი ამაზე მეტი უნდა კიდევაც. ანუ ეს არის ჩადებული. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ ფილოსოფია არის ელიტისტი. მე რითი შეგეწინააღმდეგე, ვიცი რომ შენ ვინც თქვი რომ გეურმა არ უნდა შეისწავლოს, იმიტომ რომ შეიძლება ცნობის მოყოლება არ გქონდეს, ან ვერ გაქაჩოს, მე გეუბნები რომ ყველა ადამიანი არის ასანთის ღერი, ან უბრალოდ მასში არა ითო ფილოსოფოსობა, გან არ შეული ან არ აინტერესებს. შეიძლება ღირებულებითად აერია, მაგალითად თulis რომ კომპიუტერული თამაშები უკეთესია პლატონის ტიმეოსზე. ისევ თავი, ან ნახე, მე ვამბობ რომ ერთ დავამთავრდა. ხო. ანუ უცებ ვიტყვი, მე ვიტყვი რომ ის არის, რა ქვია, ანუ ცნობიერ, ანუ ან არ შეუძლია, ანუ არ შეუძლია კი ვთქვი, მაგრამ ანუ ის არ მithkoms, რომ შეიძლება ცნობიერ, ანუ ცნობის მოყოლება არ აქვსო. ეგ არ მithkoms. ესე იგი ცნობის მოყოლება, კარგი. ნახე მე რას ვამბობ, ანუ თუ ადამიანში არ განვითარდა ფილოსოფოსობა, მაგალითად შეიძლება, ანუ ნახე ერთი რა დამოვიწყდეს, ვიტყვი შეხედე, ყველა ადამიანს აქვს თავის ცხოვრების ფილოსოფია. ანუ როგორ მიუდგეს მის ცხოვრებას. ანუ შეხედე ადამიანმა რო გადაწყვიტა რომ იყოს გეიმერი მთელი ცხოვრება. ეს შე რა გონია ფილოსოფია არ არის? ეს არის ფილოსოფიური მიდგომა ცხოვრებისადმი, მას ჯერა იმ კომპიუტერულ პროგრამაში როდესაც შევა და დაიმიწყებს რეალურ სამყაროს, უფრო ბედნიერია ვიდრე თუ გამოვა და იფიქრებს ფილოსოფიურ საკითხებზე. ანუ ეს არის მისი ფილოსოფიური სისტემა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ესეც შევხედოთ, ანუ მან რაღაცას მიაგნო
მოდი ეს ვთქვათ, მე არც ეს არ გეთახმებით და რაღაცას ერთ რაღაცას შევეწინააღმდეგე ბაქარს და მე იმას ვქენი, ანუ მოკლედ ვიტყვი რა. ანუ მე არ ვთვლი რომ ეგ ფილოსოფიური სისტემა არის, რომ ვიღაცა თუ გადაწყვეტს მაგალითად კომპიუტერში თამაშები ითამაშოს, რომ და ეგეთი მიდგომა ქონდეს ცხოვრებაზე, მე არ ვთვლი რომ მისი ცხოვრებისეული მიდგომა არის ფილოსოფია. იმიტომ რომ ანუ ფილოსოფიას მე განმარტავ როგორც ანუ შოპენჰაუერის ეულ განმარტებას ვიღებ. რომ რეალობის შესწავლა არის ცნებების მეშვეობით და ჩემი აზრით, რავი, თამაშებში არ მოიპოვება ისეთი რაღაც ცნება, რომელიც რეალობას შეისწავლის კონკრეტული სახით. თემო ძალიან მნიშვნელოვანს ვიტყვი და მithme 2 წუთი დამithme ძალიან მნიშვნელოვანს ვიტყვი, ნუ ჩემი გადმოსახედიდან. შეხედე, ანუ შენ ისევ აურიე, ჩემი აზრით ისევ ხის და გეგამათები რომ ფილოსოფიურ გამათ ვაჩვენოთ. რომ არ ვიყოთ რბილები. და შენ თვითონ მითხარი რომ მე თუნდაც შეცდეთ ხარო მეც აბსურდს ვამბობ, პრობლემა არა. შეხედე, შენ აურიე ადამიანის უნარი გამოავლინოს მასში არსებული მისგან დამოკიდად არსებული ფილოსოფოსობა, ამის უნარი თუ ან თუ უნდა. და მესამე საკითხი არსებობს თუ არა მაშინ. ნახე, ადამიანს რო უთხარ კომპიუტერულ თამაშებს რატო თამაშობ და რატო არ გეტყვი პლატონის ტიმეოს, რომც არ გიპასუხოს, მე უფრო რადიკალურს ვამბობ, რომ ეს არ პასუხის ფილოსოფია. მისი ცხოვრების ფილოსოფია, ანუ ცხოვრებისადმი დამოკიდებულება და მისი პოზიცია რომელსაც არგუმენტსაც გეტყვის. ამიტომ ჩემი აზრით ფილოსოფია არის ბაქარის პოზიცია არის საკმაოდ ძლიერი ერთი მხრივ, ანუ თუ ამის ფილოსოფიურ დონეზე მოდი გაშლას შევეცდებით. რომ ბაქარი რას ამბობს ახლა ჩემი გადმოსახედიდან თუ შევწდები ბაქარ შემისწორ. ანუ ასე იგი შენ მიიჩნევ რომ ადამიანის ნუ იდენტობა ახლა ასე ვთქვათ გამომდინარეობს მისი ტვინისგან და ეს ტვინი ბუნებით ისეთია რომ მასში პოტენციად აპრიორი არის ფილოსოფოსობა. მაგრამ შენ არ საუბრობ წმინდა პოტენციაზე, არამედ შენ საუბრობ რომ ეს პოტენცია რადგან არის უკვე ტვინში, ეს მისი ბუნების რაღაც ნაწილის განსაზღვრელიც კი არის. და ეს პოტენცია შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ასევე იმაზე, რომ ის არის გეიმერი. მე აი ონტოლოგიური სფეროს მიხედვით რომ აი მაგალითად ცნობიერების ონტოლოგიის მიხედვით რომ გაყვე, აი რაღაცა ეგეთი საბჭოში რა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია. მეორე მხრივ ჩემი აზრით ავტორს ამბობს. ჩემი აზრით ავტორ ამბობს იმას, რომ დისციპლინური გაგება რაც მაქვს მე ფილოსოფიისო, ანუ მე რომ ფილოსოფიას დისციპლინად მივიჩნევ და პიროვნება რომელიც უბრალოდ გეიმერი არისო, აი ეგ თლიანი აქტივობა დისციპლინურ გაგებაში არ ჯდებაო. რაშიც ავთო მართალი არის, შენ რასაც ამბობ, ეგ ძალიან მაგრამ ახლა საქმე ასე არის. საქმე იმაში არის, რომ ახლა სად არ მოყვება შენ ავთო. ვერ არ მოყვება, იმიტომ რომ ეთყობა თვალებში რომ არ მოყვება. და სად არ მოყვება? იქ რომ შენ ფილოსოფიის დისციპლინარულ გაგებას გვერდს უხვევ. შენ გინდა ავთოს დაანახო ის, რომ ფილოსოფია დისციპლინაზე მეტი არის და ფილოსოფია ნიშნავს კონკრეტული სახის ინსაიტების გაკეთებას, შემეცნების კონკრეტულ ოპერაციებს, ზოგადად ადამიანური გონების გამოყენებით. და თუნდაც ეგ გეიმინგის გადაწყვეტილება ის ფილოსოფია რო პოტენციად ტვინში მაგის გამოწვეული შეიძლება იყოს. მოდი რა ვქნათ, იცი, შეგვიძლია, რადგანაც ფილოსოფია ესე ძალიან გვიყვარს, ფილოსოფიის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რა არის? თქვი და ვიტყვი. ბოდიშ თემო შეხედე, აი უფრო სიმკაფრეებს გავხდი, აი უფრო რედუქციონისტურად დავიყვან. შეხედე, დაუშვათ ადამიანი არის გეიმერი, თამაშობს თამაშებს. ნახე, თან მე არ ვაკნინებ, რომ გეიმერი დაბალი დონის ადამიანია და მე რო ფილოსოფიას ვსწავლობ მაღალი. აი მართლა არ ვფიქრობ მასე. მე მეცაც გეტყვი. მაგალითად, შეიძლება ჩვენზე ბძენი არის იუმორისტი. იმიტომ რომ შეიძლება ობიექტურად ჭეშმარიტება ის არის, რომ ცხოვრებას ვერ მოერევი და იქნებ იუმორია საუკეთესო სოხსა. ანუ მე ამასაც ვამბობ, მაგრამ უყურე, აზგეონები შეხედე, ანუ უყურე გეიმერი, ანუ გავთომ ხო თქვა, რა თქმა უნდა, გეიმერ შეიძლება არ კონდეს სილოგისტური ლოგიკა, რატო ჯობდა კომპიუტერულ თამაშებს თამაში. ანუ უყურე, მან ამ ხარისხამდე არ მიიყვანა მისი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. ანუ ამდენი არ იცის და არ უსწავლია, რომ ესე გითხრას. მაგრამ რო გითხრა, რომ აი მაგალითად ესეთი ფრაზა, რა თქმა უნდა, ამას ამდენი ფილოსოფოსი. ხო, ხალხი გავრცელებული. ანუ ამას ვერ გაშლის, მაგრამ ნახე ინტუიციურად ხდება, რომ ფილოსოფია არ თულებს საკითხს. და ის გეუბნება, რომ მე მარტივი მირჩევნია. არგუმენტს ვერ გეტყვის, მაგრამ მას აქვს თავის ცხოვრების ფილოსოფია, რომ მაგალითად მარტივი ცხოვრება არის უფრო ძნული, ვიდრე მოდი, ანუ ნახე ისო ფილოსოფია. მე შემიძლია ჩემი აზრით ეს კამათი თქვენ ორ შორის გადავწყვიტო შედარებით მარტივად. და ვეცდები ამას. სექტუს ემპირიკუსის და ტვესტენის ლოგიკის მოხმარება შეგვიძლია და რა მხრივ ახლა გეტყვით. მოდი რაოდენობრივად და თვისობრივად დავყოთ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით ავთო და ბაქარი საუბრობენ აბსოლუტურად განსხვავებულ საგნებზე. და რა მხრივ, ანუ აბსოლუტურად რას? ძირი ერთი აქვთ.
ასე ვთქვათ, ნეიტრალური, მაგრამ სხვადასხვა რაღაცაზე. ჩვენ შეგვიძლია აქ შემოვიტანოთ ორი კატეგორია და ამ ორი კატეგორიის ქვეშ გავაერთიანოთ მერე თქვენი საუბარი. მაგალითად, ავთო რაზე საუბრობ, ჩემი აზრით, ეგ მაგას შეესაბამება სიტყვა აქტიური ფილოსოფია, როდესაც ინდივიდი გადაწყვეტილად არის ფილოსოფოსი, როდესაც მას გააზრებული აქვს ფილოსოფიის სიღრმე, სირთულე და ის, რომ ფილოსოფია კი არ ართულებს საქმეს, არამედ ცდილობს მის შემეცნებას და ასე შემდეგ. აი, რომ გონია ვიღაცას, რომ ფილოსოფოსი რაიმეს ართულებს, რეალურად არ ართულებს, ანუ რეალურად პირიქით შეიძლება მის გამარტივებასაც ცდილობდეს იმ გაგებით, რომ მისი გაგება უნდა და სიღრმეებში მიდის, რომ ესენციურ დონეზე გაიგოს. აი, მაგალითისთვის ავიღოთ გლეხი. გლეხმა თავის საქმე იცის, შეიძლება ისიც იცოდეს, როგორ დათესოს, როგორ ამოვიდეს სცენარი და ასე შემდგომ და 1000 რაღაც სხვა. მაგრამ აი, ბოტანიკოს უფრო ესმის ბოლომდე მაგ ყველაფრის შინაარსი ვიდრე გლეხს, იმიტომ რომ გლეხმა იცის ეგ ინტუიტურად გადმოცემით, ტრადიციულად მამის განასწავლებლად, აი ბოტანიკოს რო იყო ის მთლიან იმას პროცესს აღიხსნის ყველაფერს და ბოტანიკოსი საქმეს ართულებს, რეალურად ბოტანიკოსი ასაც ამბობს ყველაფერი სიმართლეა, თუ სწორს ლაპარაკობს, რა თქმა უნდა. ხო, და ახლა საქმე რაში არის? ნახე, ფილოსოფიის ქვედარგი არის ეთიკა და აქსიოლოგია, რასაც ყველა ადამიანი იყენებს თავის ცხოვრებაში, აბსოლუტურად ყველა. და ფილოსოფიის ქვედარგი რამდენად არის? ფილოსოფია შეისწავლის ეთიკას და აქსიოლოგიას. ანუ ფილოსოფია კი არ იყენებს, ჩემი აზრით, ფილოსოფოსი, როდესაც ფილოსოფოსობს და ყოფა ცხოვრებაში არის განსხვავებული არსება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ მე რო ფილოსოფოსობ, შესაძლებელია წერდე რომ ეთიკაში კარგი არის ეს, მაგრამ ჩემ ყოფა ცხოვრებაში ვიქცეოდე სხვანაირად, საერთოდ. შოპენჰაუერის არ იყოს მოხუც ქალს წიხლი რომ მიკრა ქვევით კიბეებზე ნელა ჩადიოდა თუ რაღაც. ხო, მაგრამ ეგ სექსისტიც იყო რეალურად, ამიტომ დიდად. ხო, ეგ ხო და საქმე რაში მდგომარეობს, რომ ახლა მაგალითისთვის ფილოსოფია შეისწავლის ეთიკას და აქსიოლოგიას, მაგრამ ყველა ადამიანი იყენებს. აი თუ ადამიანი ამას იყენებს, შეგვიძლია მაგას დაუძახოთ არაკომპლექსური პასიური ფილოსოფია. და როდესაც უკვე ამას განცხადებულად შეისწავლის ინდივიდი, აუ თუ რაზეც ლაპარაკობს, ანუ მაგას დაუძახოთ აქტიური, აკადემიური ან დისციპლინური ფილოსოფია. ხო, კარგი დისტინქცია, თემო. უყურეთ კი მე ნაწილობრივ გათახმებოდ ცოტა აუცდით, ანუ ერთიდან დავიწყე ცოტა აუცდით, მაგრამ ნახე, ანუ მე რა თეზისის დავიცავი, ანუ ავთოს ნახე არ უარყვია ეს, უბრალოდ ავთომ თქვა აქტიურ ფილოსოფიაზე და აკადემიურზე, ხო, მაგრამ მე არ ვიცი ავთოზე ამას პოზიცია, ამიტომ რა ვთქვი, ანუ მე უბრალოდ ერთი ვთქვი, რომ ყველა ადამიანს აქვს თავის ცხოვრების ფილოსოფია თუ, ანუ ცხოვრებისადმი სპეციფიკური დამოკიდებულება. და ეს თეზისი გრძელდება ესე, რომ მას აქვს რაღაცა საფუძველი, რატომაც ასე ფიქრობს და ცხოვრობს. უბრალოდ თქო, ადამიანთა ნაწილს არ უვარჯიშებია twin იმ დონეზე, რომ გადმოცეს როგორ ჩენიცი ან ბეტრან რასელმა და მოკლედ, ბაქართან მაქვს ასეთი შეკითხვა, რომ აი შოპენჰაუერი როდესაც სვამს საზღვარს აი ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის და განეხილავს, რომ ანუ რას არ შეუძლია მეცნიერება რომ იწვდეს და მე აი ფილოსოფიის როლი რო შემოყავს მან. აი შენი შეხედულება მაინტერესებს მაგაზე, ну ჯერ ზოგადად მაინტერესებს, ანუ სად არის ფილოსოფიის ზღვარი შენი აზრით და სადაა მეცნიერების ზღვარი და სად კვეთს ეს ორი ერთმანეთს, აი ვენის დიაგრამა რო შექმნა, ну ოღონდ კონცეპტუალურად ამ შემთხვევაში. კარგი კითხვაა, ჩემი აზრით, აი ერთ-ერთი ფილოსოფიის ღირებულება არის, რომ ანუ ის პოულობს და ხანდახან ასწლეულები ჭირდება ამას ისეთ უნივერსალურ თეზისებს, რაც ბევრ ან ყველაფერზე ვრცელდება, ხო, რართული საპოვნელი ესეთ რაღაც. რომ ყოველთვის ესე ან ყოველთვის ესე არ არის. მეცნიერება ვერ შევა, იმიტომ რომ ემპირიულად მაინც ინდუქციის მეთოდს იყენებს, განაზოგადებს და იქ რა ხდება ემპირიულად აღარ იცის ისევ ფილოსოფიაში გადადის და მერე ფასიფიკაციის თეორია და ჰიუმის ინდუქციის პრობლემა და ისინი შემოვა და ისევ თეორიულად მიდის ჯელობა რა ხდება. მაგრამ კაი. აი ნახე მაგალითად ერთ-ერთი ორი უნივერსალური თეზისი მე ძალიან მომეწონა როი ბასკარს და ალისტერ მაკრეტს ხონდა. ანუ როგორ არსებობს საგანი, განსაზღვრავს იმას, როგორ შეგვიძლია ჩვენ მის შემეცნება, ერთი მიდგომა, პრინციპი და მეორე საკვლევ მეთოდის ბუნება ხდეს იმის განსაზღვრავს თუ რას შევმეცნებთ მისით და რას არა. ანუ ამ ორიდან რო ამოვიდეთ, მივხვდებით. ანუ მაგალითად, ტელესკოპით არ ჩანს ატომი და მიკროსკოპი დედამიწიდან დაშორებული რეგიონი, ანუ მეცნიერების შიგნით ვარ. ანუ გააჩნია რას იკვლევ და რა უნდა მიუღებო. და ყველა ლუწირიცხვი რო ორზე იყოფა, არც ერთ ემპირიული მეთოდით არ ჩანს. ანუ ნახე კიდე გაიზარდა. და რაღაცები პირიქით ფილოსოფიური მეთოდით არ ჩანს. ხო თქვით, ანუ დედამიწიდან დაშორებული რეგიონი არ ჩანს ფიქრით და მისი არც ერთი ფორმით. მარტო აზრით ექსპერიმენტით სპეკულაციას დაიწყებ, რომ რადგან სივრცეა არ იქნება უსასრულო და რაღაცები. მაგრამ მეცნიერება ყოველთვის ვეტყვის ზუსტად. ამიტომ ამ ორი პრინციპით თუ ამოვალთ, ისევ მე ვემხრობი ამ ურთიერთგამდიდრების მოდელს. ანუ რაღაც საკითხები არის წმინდად მეცნიერული ან დიდი დოზით, ანუ
ფილოსოფია ნოლამდე არ დადის, ეს თქვით დაახლოებით რატო. რაღაც საკითხები, აი ფილოსოფია ამით არის ავტონომიური, რომ უნივერსალურ და აბსტრაქტულ საკითხებში ფაქტიურად ემპირიული გამოცდილება თითქმის არ გვჭირდება, ან ზოგჯერ საერთოდ არა. ანუ ეს საერთოდ აი ლოგიკური იმდეზე, აი რაში გეხმარება მეცნიერება, დედუქცია, ინდუქცია, აბდუქცია, სილოგიზმები, აი რა შუაშია სამყარო ფართოვდება თუ არა ამასთან მიმართებაში. ანუ ესა რეალობის ბოლო ლეველები, რაზეც დგას ის ემპირიული მონაცემები და ყველა შესაძლო წარმოდგენად სამყარო. ანუ ესე კუთხები ანწრე რატო არ არსებობს, ანუ რაში გვეხმარება მეცნიერული მონაცემები ამ პასუხისას. ამიტომ ეს არ უნდა აურიოთ, ანუ რეალობა არის ძალიან რთული და ამიტომ ორივე გვჭირდება. ფილოსოფია ღრმა ფიქრით წვდომად დონეებზე, მეცნიერება ემპირიულად წვდომად დონეებზე. ესენი ხანდახან იკვეთება, მაგალითად თავისუფლებაზე ნეირომეცნიერებამ შეასწორა ცოტა რაღაცეები, მაგრამ მაინც ფილოსოფიურად დარჩა კითხვა, გვაქვს თუ არა თავისუფლება, მაგრამ იმის არ გათვალისწინება, რომ ტვინით დაკავშირებულია ჩვენ მოქმედებასთან, არაგონიურია. აი თუ გინდა თემო გააგზავნოს. მე რამდენიმე რაღაცას ვიტყვი. ანუ პირველ რიგში, აი ბაქარმა ახლა შესანიშნავი მსჯელობა რაც განახორციელა და რა მოდელითაც წარმართა, ეგ სუფთა მეცნიერული ფილოსოფიის მიდგომა იყო ჩემი გადმოსახედიდან და თუნდაც ის, როდესაც მეცნიერებაზე ეს დადებითად კარგად ისაუბრა, რომ აი ემპირიული მეთოდით იკვლევს ასე შემდგომ იქ ფილოსოფია მას აკეთებს, ეს დისტინქცია უკვე სახავს ფილოსოფიის ერთ-ერთ მიზანსაც, ერთ-ერთს და ავტონომიასაც, იმიტომ რომ აი თუნდაც ფილოსოფიური მსჯელობის მოდელით ბაქარმა ეგ შეძლო, რომ ეს ორი დისტინქცირებული გახადა ერთმანეთისგან. თუნდაც მეცნიერები, როდესაც საუბრობენ ფილოსოფიაზე დადებითად ან უარყოფითად, ბევრი არის რომელიც დადებითად საუბრობს, ბევრი არის რომელიც უარყოფითად საუბრობს, ხო? მაგ დროსაც ჭირდებათ ფილოსოფია იმ მხრივ, რომ დისტინქცირებული გახადოს ეს ორი ერთმანეთისგან, მეცნიერული კანონზომიერები დაადგინოს, რომ ამას ნიშნავს მეცნიერება, ამას ფილოსოფია და თავად ფილოსოფიას იყენებენ ისევე ამ ყველაფრისათვის და აი საინტერესო არის თავად ის საკითხი, რომ ანუ ფილოსოფია არაზუსტ არ ჩერდება რაღაცის მიმართებით. მეცნიერება ამას აკეთებს. ფილოსოფიას აინტერესებს ზოგადად სისტემა მთლიანობაში. ანუ და რადგანაც აინტერესებს, მაგიტო იყენებს მეცნიერებებს ძალიან ხშირად. აი ფილოსოფია არ არის უბრალოდ აი როგორც ბევრ ადამიანს გონია, რომ ვიღაცა ზის და რაღაცას უძუნებს. ფილოსოფიას შეიძლება იმდენი ფორმულა იყოს გამოყენებული, იმდენი ფორმულა. იმდენი მეცნიერული აზრი და იმდენი მეცნიერული მოდელი და მეთოდი და იმდენი ფორმულა, რომ მაგას ვერცერთ მეცნიერულ ნაშრომში ვერ შეხვდე და ვერცერთ მეცნიერულ პუბლიკაციაში, ვერც ფიზიკაში, ვერც ქიმიაში ვერცად საერთოდ. არსებობს ეგეთი ნაშრომი, რა დღის, მაგალითად ბერტრან რასელის და უაითელის პრინციპა მათემატიკა. აი შეგიძლია გადახედო, მთლიანად ფორმულებად არის დაწერილი. და რის გამო ხდება ეგ ყველაფერი? ეგ ყველაფერი ხდება მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ფილოსოფია არის შემეცნებითი დისციპლინა, რომლის პრეროგატივად შემეცნება არის და ირგვლივ ყველაფერს გამოიყენებს თავის სათავისოდ იმისათვის, რომ რაღაცი შემეცნებამდე მივიდეს. აი ახლა მაგალითისთვის ბაქარი კი მკაცრად აკეთებს ხშირად დისტინქციას ემპირიულ რაღაც ექსპერიმენტთან და ფილოსოფიასთან მიმართებით და მე ბევრწილად და მრავალწილად ვემხრობი ამას და ამავდროულად ხასაც გავუსვამ იმ ყველაფერს, რომ გავუსვი ხაზი იმ ყველაფერს, რომ თეორია იქამდე არის სწორი, თუ ის მართლა სწორი არის, სანამ ექსპერიმენტი ჩატარდება, ამიტომაც ექსპერიმენტი დამატებითი რაღაც არის სოციუმისთვის, ესე ვთქვათ. მაგრამ მაგის იქით ბევრი ფილოსოფოსი იყო ისტორიის განმავლობაში, რომელიც თავად აკეთებდა ექსპერიმენტებს. ნებისმიერი განხრით. მაგალითისთვის ცნობიერების ფილოსოფიაზე აკეთებდნენ მაგას, ნატურფილოსოფიაზე, ნატურფილოსოფია მაინც მეცნიერება გამარჯვება, ონტოლოგიაზე, კიდევ ბერძენი ფილოსოფოსი იყო ის წინა საუკუნის, რომელიც იმაზე აღქმაზე აკეთებდა ფილოსოფიურ ნაშრომს, ჩაატარა ექსპერიმენტი კონკრეტული დაავადების მქონე ადამიანებზე, რომლებსაც თვალი უმუშავებდათ, მაგრამ მენტალური ზიანის გამო ვერ ხედავდნენ ობიექტებს და იმის და მიუხედავად რომ ვერ ხედავდნენ, შეძლებდნენ თუ არა ისინი ამ ცალი თვალით, აი დიდი შავი ხვრელს ხედავდნენ საგნისმაგრად ფერების აღქმას. და ექსპერიმენტალურად დაამტკიცა თავისი ფილოსოფიური თეორია ემპირიულად, რომ იმის და მიუხედავად რომ ამბობენ რომ ვერ ვხედავ და არ ჩანს და როდესაც ის ეკითხებოდა რომ მაინც მითხარი შენი აზრით რა ფერი იქნება 98% შემთხვევაში ისინი მართალ ფერს ამბობდნენ და აქ უბრალოდ წითელ-მწვანეზე არა საუბარი, დეტალურ ფერებზეა საუბარი და შესაბამისად საქმე იმაშია რომ ფილოსოფოსმა შეიძლება ექსპერიმენტის გამოიყენოს თუ შესაძლებელია უბრალოდ ფილოსოფოსი ზოგჯერ იმდენად პრინციპულად ფუნდამენტური რაღაცებისკენ მიისწრაფვის, რომ რაღაც დონის მერე იქ ექსპერიმენტის ჩატარება გინდ ფილოსოფოსისთვის, გინდ მეცნიერისთვის შეუძლებელია. მათ უნდა მაგალითად ლინგვისტური დავასრულება ხოლმე ლინგვისტური ფილოსოფია რა ვთქვათ, აი მაგალითისთვის აი აზროვნება არის ორნაირი აზროვნება დაფიქსირდა ისტორიის განმავლობაში ერთი საკითხის მიმართ.
ბერძნების, რომლებიც ამბობენ, რომ სიყვარული არის ღმერთი და ქრისტიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ღმერთი არის სიყვარული. ეს ორი ატარებს თუ არა ესენციურად სხვა დატვირთვას და რა მნიშვნელობა აქვს. ფილოსოფოსები გამოიკვლიეს ის, რომ ოდესაც ბერძნები ამბობდნენ ღმერთი არის სიყვარული, ეს იყო ზოგადი ლინგვისტური გამოთქვა საბერძნეთში და შეიძლებოდა ბაქარს რომ ძალიან კარგად ემსჯელა ფილოსოფიურად ეთქვათ, რომ ბაქარი არის ღმერთი, ანუ ღმერთში იგულისხმება ღმერთისებრი, ღვთიური, ანუ ყველანაირად შემკული კარგად. და აქ მეორე მხარეს გვაქვს რომ ღმერთი თავად ღმერთი არის სიყვარული, რომ ისა რა ქვია სიყვარული არის ასე ვთქვათ გაიგივება ერთმანეთთან და სუბსტანციური არსის დაკავშირება, რაც სხვა აი ასე ვთქვათ ონტოლოგიური მახასიათებლების მატარებელია საერთოდ ქრისტიანულ აზროვნებაში. ავთო გისმენა, ხო, იმის თქმა მინდოდა რომ მოდი ჯერაც დაიწყე მაგაზე იმასო და ბოლოსკენ რაც ილაპარაკე, ანუ ქრონოლოგიურად როგორც ისაუბრე, მაგას გავყვები. იმის თქმა მინდოდა პირველ რიგში, რომ აი მეცნიერები როდესაც ამობენ, რომ ფილოსოფიაზე გინდაც დადებითად, გინდაც უარყოფითად, მაგაზე ანუ მე და შენ ადრე გქონდა საუბარი ფილოსოფიის კლუბში, რომ აი მაგალითად როდესაც მეცნიერი ამბობს, რომ ფილოსოფია მეცნიერებას დაქვემდებარებული არის და მეცნიერება ფილოსოფიას ჯობია, ანუ ღირებულების სახით და რაღაც, ანუ ამ დროს მეცნიერება თვითონ იმას იყენებს ფილოსოფიას, იმიტომ რომ ფილოსოფია არის ის, რაც სწავლობს ღირებულებებს, ანუ აქსიოლოგია კონკრეტულად, რომელიც მომახსენა მანამდე, აქსიოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ღირებულებებს შეისწავლის და შესაბამისად, როდესაც ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ მეცნიერება ჯობია ფილოსოფიას, მაგ დროსაც კი ფილოსოფიას იყენებენ, რომ ეგ თქვან. ნუ ეს ერთი რაც მინდოდა, მეორე აი კიდე უცებ ჩავამატებ მათ სამ გადახვალ, რომ აი არგუმენტს გააჩნია, თუ ამბობს იმიტომ რომ მაგალითად მეცნიერება სიტყვაზე რაღაც ინჟინერია ქმნის ამას, ან სიტყვაზე ქმნის მაგალითად მეცნიერების რაღაც ნაწილი ტელეფონს ან კომპიუტერს, მან უკვე ნახე ფილოსოფიურ მიმდინარეობას იყენებენ, რასაც პრაგმატიზმი ქვია, რომელიც ამბობს იმას, რომ რაც უფრო გამოსაყენებელ რაღაცას შევქმნი, მით უკეთესი არის. და უკვე მაგალითად შეიძლება იყენებდეს კონსეკვენციალიზმს, ანუ ფილოსოფიურ ეთიკურ მიმდინარეობას, რომ შედეგზე ორიენტირებულს, ანუ ვერ გაიქცევი მაგას ვერცერთ შემთხვევაში, მაგრამ მე მინდა რა ვქნათ, იცი? აი ავთომ დაასრულე. ხო, ერთ რაღაცასაც ვიტყვი, ანუ ის გადაკვეთა, ანუ ეს ვენის დიაგრამა, რაც ბაქარმა წარმოგვიდგინა, რომ ფილოსოფიის, სადაც ფილოსოფია ავტონომიურია, სადაც მეცნიერება ავტონომიურია და სადაც ეს გადაკვეთა ხდება. ანუ მაგაზე უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ანუ ეგ ანუ გამოწვეული არის, მაყურებელს რა უხსნა უბრალოდ რა. რომ ეგ გამოწვეული არის იმის გამო, რასაც ეს ორი შეიმეცნებს. ანუ ფილოსოფია შეიმეცნებს რეალობას ოღონდ ცნებების მეშვეობით და საშუალებით, ხოლო მეცნიერება შეიმეცნებს ანუ ზოგადად სამყაროს, მის კანონზომიერებას და ასე შემდეგ. და ავტონომია უკვე იქ ჩნდება, რომ აი როგორც შოპენჰაუერი საუბრობდა და მსჯელობდა წიგნში, რომ ფილოსოფია შეუძლია შეიმეცნოს რაღაც ისეთი, რაც არის სამყაროს მიმართ მაგალითად ტრანსცენდენტალური. მეცნიერებას თავისივე ბუნებიდან გამომდინარე არ შეუძლია ამ ჩარჩოდან გასვლა, იმიტომ რომ მაინც ემპირიულ მეთოდზე არის დამყარებული და ამის გადამოწმება ანუ ამ ყველაფრის ასე უწევს. ხო, და ანუ იმას ვამბობდი, რომ ფილოსოფია შეუძლია მაგალითად სამყაროს მიღმიერის შემეცნებაც, ნუ მიუხედავად იმისა, რომ მე და თემ მსგავს რამეს არ უშვებთ, მაგრამ ფილოსოფიაში როგორც კონცეფტი არსებობს, რაც ისეთი რაიმე რაც შეიძლება იყოს ტრანსცენდენტალური სამყაროს მიმართებით, მეცნიერებას მაგის შემეცნება არ შეუძლია რომც იყოს რაიმე მსგავსი არსებული. მოკლედ, ესე იგი, საბოლოო ნაწილზე რო გადავიდეთ, პოდკასტის თემა იყო ესეთი, ნუ ბევრ რაღაცას შევეხებ და ასე შემდგომ, რომ რატომ არის ფილოსოფია მნიშვნელოვანი. რეალურად ჩემი აზრით ამაზე პასუხი გავეცით, რომ პრაქტიკულ ცხოვრებაში კონკრეტული სახის მნიშვნელობას ატარებს, მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი არის, თავად აქვს შესწავლის სფეროები, რომელზეც პასუხისმგებელი არის, მაგალითად ონტოლოგიური ჭეშმარიტები უნდა დაადგინოს, ლოგიკური, ლინგვისტური ფილოსოფიის, იქით ცნობიერების ფილოსოფიის, მერე იქით სხვა მეცნიერებების ვალიდირება, ზოგადი კანონზომიერებით და ასე შემდგომ. ამიტომაც აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანი არის ამიტომ. მეორე მხრივ რა არის ფილოსოფია, მაგას ნუ მე და ავთო პოზიცია დავუჭერთ, ფილოსოფია ცნებების მეშვეობით შეისწავლის რეალობას, ზოგად კანონზომიერებებსაც და შეიძლება რომ კონკრეტულ მომენტში კონკრეტულისკენაც შეიჭრას და კონკრეტული კანონზომიერებით შეისწავლოს, გააჩნია, იმიტომ რომ ეს სისტემაზე ორიენტირებულ ფილოსოფიას როცა განვიხილავთ და ეს არის, ესე ვთქვათ, ჩემი ედვარი შეჯამება ამ ყველაფრის სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს ახმაგათად მაინტერესებს აი ბაქარმა რო საბოლოო ჯამში იმას ქნას, რა ქვია, შეკრას ეს ყველაფერი და კარგი თემო, მეც მოკლედ ვიტყვი, რომ აი ეს გამომჩა ამას ვიტყვი, მაგალითად ფილოსოფია და მეცნიერება ნახეთ ზოგად დონეზე როგორ გავს ერთმანეთს, ანუ ორივე იწყებს დაკვირვებით. მეცნიერება აკვირდება ემპირიულად, მიკროსკოპი, ტელესკოპი ან
ხილი დაკვირვებები მრავალჯერადი ან ფილოსოფია იწყებს დაკვირვებით, მაგალითად დააკვირდა რომ რაღაც არსებობს, დააკვირდა რომ შეიძლება იყოს დიდებულები, აი ზოგადი დაკვირვება. მაგალითად ესე ტერმინია გონების თვალი, გონების თვალი დააკვირდა ეს ემპირიული. მერე შემდეგი ეტაპი. ამ დაკვირვებიდან წარმოიშობა რაღაცა, რაც არის გაუგებარი ორივეში. მეცნიერება შეიმუშავებს თეორიას აბდუქციურად, ანუ inference to the best explanation, საუკეთესო ახსნა რომელია, ფილოსოფია შეიმუშავებს საუკეთესო ახსნა. ამას შეიძლება შეიმუშაოს აზრით, ექსპერიმენტით, ცნებებით, სილოგისტურად რაღაცა, ეს შეიმუშავებს ესეც თეორიული და მეცნიერული. და ბოლოს თავდება ორივეში დატესტვა. აქ იტესტება ექსპერიმენტულად, ფილოსოფიაში, ანუ ფილოსოფიას ნახე იტესტება, არ თავდება აქ. მაგალითად ასე იტესტება ფილოსოფიაში, აი საწინააღმდეგოს თუ დაუშვებთ აბსურდამდები ვიყავთ. ამიტომ ესაა სწორი, ესა დატესტვა. იმან დაასაბუთოს რომ საწინააღმდეგო არ მივიღოს აბსურდამდე. ამიტომ ნახეთ, ხედავთ გარეგნული აქტივობებით როგორ ერთნაირად წავიდა და ბოლოს ვიტყვერთ და დავამთავრებ. ნახე, თავარი ფუნდამენტი რაშია. სულ კამათი არის რომ ემპირიულად რო დადასტურდა, რატოა ეპისტემურად უფრო სანდო ვიდრე თუ გონებამ დაადასტურა. ისე რომ მისი ემპირიულად დადასტურება პრინციპულად შეუძლებელია. და ჩემი არგუმენტი არის რომ ნახე მათემატიკოსს რო დაფაზე სწორად გამოთვლის ფორმულას, მე სამყაროში ის რატომ მუშაობს ზუსტად ისე თუ ის სწორად გამოთვალა. ესე იგი გონებრის პრინციპებზია სამყაროც. ამიტომ ჩვენ თუ აზრით სწორად წავედით, ის ემპირიულად რომც ვერ გადავამოწმოთ, ის მაინც სწორი იქნება. ამიტომ ნაკლები კი, რა თქმა უნდა. ხო, მაგას დავუმატებ უბრალოდ და ანუ მაგით შევაჯამებ, რომ ანუ მაგაში გვაქვს ზუსტად ეს ორი, ანუ ის კანონზომიერები სამყაროში რაც უნივერსალურად მოქმედებს და დესკრიფციული არის და დესკრიფციულად აღწერს ну тавтология არის ანუ აღწერილობით აღწერს სამყაროს კანონზომიერებას ანუ მაგის აღმოჩენა შეგვიძლია გონებითაც აი მაგალითად იდენტობის კანონი შეგვიძლია ეგ შევიმეცნოთ და მე რა შეგვიძლია ну დავტესტოთ მაგალითად რომ ანუ რამდენად მუშაობს ან თუ შეგვიძლია ისეთი რაღაცა რომ არ მუშაობს რა აი მაგალითად მახსენა მგონი ეგ პოდკასტში არ შედის იმიტომ რომ შუაში პაუზის დროს საუბრობდით მაგაზე 100%-ით სპილო და 100%-ით მზე ანუ წავს რაღაცას ვერ წარმოვიდგენთ და ნუ შესაბამისად ვერც შევქმნით. მაგრამ შეგვიძლია, ანუ ემპირიულად დავამტკიცოთ, მაგალითად რაღაცა არის თუ არა 100%-ით სპილო. და ნუ შევისწავლოთ ბიოლოგიურად ეს სპილოა თუ არა, მის გენეტიკურად და ასე შემდეგ. ანუ შეგვიძლია, ანუ ეს აღწერილობითი რაღაცები, რაც არის შევიმეცნოთ როგორც გონებრივად, ასევე შემდეგ ემპირიულადაც რაც უკვე მეცნიერების სახე არის. სახე რა. აი, ბარემ იგავივით რაღაცით დავამთავრებ ამ იმას, რა ქვია. ოკეი. რაღაცა ის რო შევმატოთ, რა ქვია, რომ მოკლედ არის გლეხი რა და ანუ ესეთი მაგალითი არსებობს რა და ამ გლეხს ყავს ღორი და ცხვარი. თავის ბოსტანში. ანუ მოშივდა ახლა და რაღაცა ვეგეტარიანელი ან ვეგანი არ არის და შესაბამისად მივიდა თავის ბოსტანში, დაიჭირა ხელში ცული და მივიდა ცხვართან. ცხვარი ჩვეულებრივად დგას, ანუ არ იძრევა არაფერი, მოკლა, მერე შეჭამა და გაძღა ცოტაყრით. რაღაც დროის მერე იგივე ცულით ხელში გადის, ასე ვთქვათ, ღორთან. და ღორი გარბის. ალბათ რა, ვისაც ეგ პროცესი უნახავს, ნუ ღორი სულ გარბის რაღაც. ხო და ხო, დარბის ეს ღორი ვერ იჭერს, წვალობს ამდენი ხანი, ნუ ღორი ბოლოს ვერ გაიქცევა და ასე ვთქვათ, თავს მოკვეთს ეს გლეხი ამ ღორს. ახლა კითხვა ჩდება ესეთი, რომელი მოიქცა სწორად? ნუ სწორად ახლა მაინც ცხოველებზეა საუბარი, მაგრამ აი ადამიანისთვის თვალსაჩინოდ რომ აი რომელი იქცეოდა უფრო ის, რა თქმა უნდა ღორი. იმიტომ რომ ღორს სიცოცხლე უნდა, რატომაც არა, ანუ რატომ უნდა მოკვდეს, ეს მისი ინსტინქტია რომ გადარჩეს და გარბოდა. მაგრამ ცხვარი რატომ მოიქცა ეგრე? ანუ რა განსხვავება ამ ორ შორის? აი ახლა ჩვენ შეგვიძლია ბიოლოგიურ განსხვავებამდე დავიყვანოთ, მაგრამ აზრობრივი ექსპერიმენტის დონეზე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ესე რომ რეალურად ღორს ადამიანები ნაკლებად ეხებიან. და თუ ღორს მაგალითად ზოგ ქვეყანაში ღორი შინაურ ცხოველად ყავთ თვითონ სახლშივე გოჭები და რაღაცა მაგასთან რომ მიხვიდეთ დაინთან ცულით ის ნამდვილად არ გარბის. ანუ ჩვეულებრივად ჩერდება. დაჟე ვიდეოები არის გავრცელებული ესე ვითომ ნაჯახით როგორ ეხება იმას თავის შინაურ ღორს რა ერთი აზიელი ადამიანი ეს მიმი არის გავრცელებული. ხო და მოკლედ ეს ვიდეოები და რაღაცა და მოკლედ არ გარბის რა და ანუ საქმე იმაში არის რომ ცხვარს ხონდა ემპირიული გამოცდილება იმის რომ ეს გლეხი ალბათ მიდიოდა ხოლმე რაღაცა ეხებოდა იმიტომ რომ ცხვარი არ არის ეგეთი ბინძური როგორც ღორი. ღორს მსგავსი ემპირიული გამოცდილება არ ქონია, ამიტომაც გაიქცა. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ ესეთი პარადოქსული მომენტი რომ ემპირიული გამოცდილება რასაც ქონდა, ანუ რა არსებასაც, რატომღაც ვფიქრობთ რომ ის არასწორად მოიქცა, ხოლო რასაც ქონდა არ ქონდა ემპირიული გამოცდილება, ის რატომღაც სწორად მოიქცა.
და რატო არის ეს ახლა აქ ესეთი უცნაური? და პასუხი არის ძალიან მარტივი. იმიტომ რომ შესაძლებელია არანაირი ემპირიული გამოცდილება სჯობდეს ემპირიულ გამოცდილებას, თუ მის რაციონალიზაციას არ მოვახდენთ. ანუ ცხვარს არ შეუძლია ემპირიული გამოცდილების რაციონალიზაცია. ანუ მიიღო გამოცდილება და გონებით აღარ ფიქრობს, რეფლექსიას აღარ უკეთებს. და მაგიტომაც აი საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ როდესაც მივიღებთ ემპირიულ მონაცემებს, თუ მაგის რაციონალიზაციას არ მოვახდენთ, რომ აი რატომ მოხდა ესე, მაგალითად ექსპერიმენტი რატო ჩავარდა, აი თეორიულად სწორია, ექსპერიმენტი არ გამოვიდა, რატომ მოხდა ესე? ან თეორიულად არასწორია, ექსპერიმენტი რა ხდება? ანუ რის გამო ხდება ეს ყველაფერი? შეიძლება რაღაცა იქ არის შესრულება, შეიძლება აქ არის, შეიძლება რაღაც სხვა ხდება და ასე შემდგომ. შესაბამისად, ყველა ექსპერიმენტი მაინც დადის იქამდე, რომ რაციონალიზაციური რეფლექსია მოხდეს მაგის მივიდეს ფილოსოფიურ კანონზომიერებამდე, ჯერ მეცნიერულ კანონზომიერებამდე, მერე ფილოსოფიურ კანონზომიერებამდე და გამოცხადეს ჭეშმარიტად. ეს მოხდა ყველა ფილოსოფიისა მეცნიერული თეორიის შემთხვევაში, ნუ ფილოსოფიური შემთხვევაში თავისთავად ეგრე ხდება ხოლმე და რაც შეეხება ახლა მაგალითად საკმაო საფუძვლის პრინციპს, იდენტობის კანონს, მოკლედ თუნდაც 30-ზე მეტ ლოგიკურ კანონს, რომელსაც ჩვენ სამი შეიძლება ვაღიარებდეთ. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია რომ ეს ყველაფერი კითხვის ქვეშ დავაყენოთ და ვნახოთ აუცილებლობით არის თუ არა გამოწვეული. ანუ ამის გარეშე შეგვიძლია თუ არა არსებობა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ისა რა ქვია, კითხვას რა თქმა უნდა მსჯელობითი სახის პასუხი გაეცა, რაც პოდკასტის ფორმატს შეეფერება. სასიამოვნო საუბარი იყო ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ბაქარ ძალიან კარგი რაღაცა სტუმრობა გასწიე. ყოველ შემთხვევაში ყოველთვის სასიამოვნო არის საუბარი და რა თქმა უნდა არწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საინტერესო საუბარი გვექნება სხვადასხვა საკითხებზე. ეს არის საუბრები ფილოსოფიაზე, ფილოსოფიის კლუბის პოდკასტი. მე თემო ვარ, ის ავტორი არის, ეს კიდე ბაქარ ქავთარაძეა, რომლის შემოქმედებასაც გირჩევთ რომ გაეცნოთ, იმიტომ რომ მართლა ვიდეოში პირიქითა. ხო. ჩემთან ესე არის, გამიშველება, ოკეი. ბაქარ ქავთარაძის შემოქმედებასაც გაეცანით და ავთანდილ ლომთაძისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები აქვს. შენსაც თავი არ დაიგნიო. შენსაც არა უშავს, შენსაც გაეცანით. ერთად გვაქვს ბოლო წიგნი დაწერილი, ამიტომ. მადლობა და აბა კარგად იყავით რაღაც. ნახვამდის. აბა კარგად იყავით.